აბრეშუმის გზარის ალბათ ზოგადი სახელია იმ სავაჭრო ურთიერთობისა აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის, ხო და გზები და ესე გზა ესე არ არსებობს, ხო, მე რამე სიახლის არ მოვაჩერს, ეს არის თავისთავად მარშრუტი, რომელიც განუწყვეტლივ იცვლება, როგორც ეს წარმოებია, არის ცენტრალური გზა, არის განშტოებები, არის წარმატებული გზა და ამას მეყვება ცივილიზაცია. მომიც ამას მეყვება და ცივილიზაციაც. კი ბატონო. დავიწყოთ მე მგონი. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს და წარმოგიდგენთ ტრადიციულად ვასმაღლა ფერიძე და მე გიორგი გუმრაძე. ჩვენი სტუმარი იქნება ისტორიკოსი ემილ ავდალიანი. ემილ, გამარჯობათ. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ჩვენს პოდკასტში. პირველად ხართ ჩვენთან. მადლობა. დიდი მადლობა. შემოგვიერთდით. დღეს გსურს ვისაუბროთ ასეთ თემაზე, როგორიც არის აი სატრანსპორტო პოტენციალი ჩვენი რეგიონის, საკუთრებით საქართველოსი, ჩვენი ამოცანები ამ კონტექსტში და რა თქმა უნდა ისტორიული პერსპექტივას გვაინტერესებს, იმიტომ რომ ამ ისტორიული გამოცდილების გარეშე თანამედროვეობის და მომავლის გაგება ალბათ ურთულესი ამოცანა არის ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც შეიძლება თანამედროვეობაში რაღაც წარმოდგენები გქონდეს, მაგრამ ისტორია გვასწავლებს იმას, თუ ეს როგორ შეიძლება რეალობად იქცეს, ან არ იქცეს, ან პირიქით რაღაც მომენტში გვერდი აგვიაროს, ან რაღაც მომენტში პირიქით შესაძლებლობები გააჩინოს ახალი და ასე შემდეგ, ხო? ამას ყველაფერს აქვს თავისი ისტორიული დასაბუთება. ის რაც დღეს მიმდინარეობს მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ხმაურიანი სახელი, ესე გეწოდებული ტრამპის გზა, რომელიცაც თქვა ეს სომხეთის სამხრეთით ირანის საზღვართან უნდა გაიაროს, ასე ვთქვა, და რომელიც თითქოს ითვლება ხშირად, რომ რაღაცნაირად ალტერნატივა უნდა იყოს, თქვა, იმ დანარჩენი გზებისა, რომელიც აქამდე არსებობდა და ასე შემდეგ. და ამის გარდა რეალურად რა ტიპის პოტენციალი აქვს ამას ყველაფერს, ანუ შეგვიძლია ალტერნატივად განვიხილოთ, შეგვიძლია გაძლიერებად განვიხილოთ კავკასიის რეგიონის სამარშრუტო პოტენციალის, თუ როგორ შევხედოთ ამას ყველაფერს? აქ ერთ კითხვას დავამატებ. კი ბატონო. აი შენ კარგად თქვი, რომ იქნება თანდათან სულ უფრო მეტად შემოვიდეს, უნდა ჩვენ მსჯელობაში, მე ზოგადად გულისხმობ ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკა განყენებულად კი არა, პოლიტიკამდელი პოლიტიკა და ისტორიულ-გეოგრაფიული წარსული და აწვა აი ამ ჭრილში, იმიტომ რომ რაღაცა ბუნებრივ სპირალურად მე ვდობა ამ კითხვას დავძენდი, რა როლს ასრულებდა სავაჭრო გზა თვითონ ქართული სახელმწიფოს არსებობაში, განვითარებაში და აქ მაგრამ ესეთი რო გქონდეს, ამას კარგი მოქონდა თუ ცუდი მოქონდა, ესე მთელი ამბავი ამასთან იყო დაკავშირებული. თავიდანვე ამ კუთხით ვთქვა. ანუ ერთის მოკლე ჩანართი, იმიტომ რომ ისტორიას რატო აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ რაღაც ხშირად ადამიანებს აქვთ ხოლმე ცდუნება, რომ რაღაცა ფაქტიდან დაიწყო ათვლის წერტილად განსაზღვრონ რაღაც კონკრეტული ფაქტი არა და ეს ფაქტი ან კონტექსტში არსებობს და მას კიდე პრეისტორია აქვს ძალიან დიდი, ხო? საუკუნეები ათასწლეულები, კი ბატონო. ხო, პირველ კითხვას რო შევეხოთ, მე არ ამგონია რომ ეს ტრამპის გზა, ან რასაც აზერბაიჯანი და თურქეთი ეძახის ზანგეზურის დერეფანი სრულად ჩაანაცვლებს იმ გზას, რომელიც ჩვენზე გადის. ეს უბრალოდ ფიქრობ, რომ მათაც არ აწყობთ ეს წმინდა ეკონომიკური კუთხით, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა უკვე აშენებული აქვს და აქ ახალი არაფერია ჩვენთვის. ფიქრობ, რომ იქნება დამატებითი გზა, რომელიც უფრო გააძლიერებს მთლიანად ამ სამხრეთ კავკასიის. კი ბატონო. და ალბათ არა მხოლოდ გზას, როგორც შუა დერეფნის და ალბათ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილი და თქვათ ახალი დანახარჯების, არამედ ზოგადად გზებს და აი ამ ტრანსპორტირების საკითხს ახასიათებს დივერსიფიკაციის საკითხი და ერთ ესე ვთქვათ ხაზზე დამოკიდებულებას არავინ ეცდებასო. კი, ყველა დიდი ქვეყანა ამას ამ გზას მიყვება, ანუ თუნდაც ერთი გზა, ერთი სარტყელი ჩინეთის მიერ ხო წარმოდგენილი, ანუ არ არის სტატიკური, არც ის გზები, რომელსაც რუსები ლობირებენ, არ არის სტატიკური, ისინიც ფიქრობენ მუდამ იმაზე დივერსიფიცირებაზე, რადგან პრინციპში ეს ეხება უკვე მეორე კითხვას, რაც თქვენ დასვით, ისტორიაშიც სულ ამას ხედავთ, რომ ესა თუ ის მართველი, ანუ ესა თუ ის იმპერია ცდილობდა, რომ რამდენიმე სავაჭრო გზა ქონოდა, არ ყოფილიყო ერთ კონკრეტულ მარშრუტზე დამოკიდებული, რადგან ეს უბრალოდ არ არის უსაფრთხო გეოპოლიტიკურად, არ არის მომგებიანი ხშირად ეკონომიკურად, რადგან შენ შეგიძლია 2-3 გზით უფრო მეტი მოიზიდო და მეტი რეგიონი მოაქციო შენი გავლენის ქვეშ
და აქაც ვხედავთ ჩვენ აი ამ ერთხელში მოქცეული მონოპოლიაც არ აწყობთ. გზაზე მონოპოლია, როდესაც მონოპოლიზდება ეს გზა, ამ გზის თავს და ბოლოს დებარე კაპიტალს ეს არ აწყობს ხოლმე. ხო, მომგებიანი არა, თუნდაც თემურლენგის ვარიანტი რომ გავიხილოთ, სანამ დაიწყებოდა ვახსენე თემურლენგი. თემურლენგიც ამას აკეთებდა, ხო, მონოპოლია, ახალი სავაჭრო გზები გავჭრა, მაგრამ როგორც კი თემურლენგი აღარ იყო უკვე ცოცხალი, დაინგრა ყველაფერი მის მიერ აშენებული ეს სავაჭრო გზები. ამიტომაც აი ეს მომენტი, რომ მე ხელოვნურად უნდა შევქნა ერთი გზა და ამ გზაზე ვიმუშაო, მხოლოდ ამ გზით ვაწარმოო მთელი ვაჭრობა სიტყვაზე აზიასა და ევროპას შორის, ან ამ შემთხვევაში ცენტრალურ აზიასა და შავ ზღვას შორის არ არის სწორი და ამიტომაც ეს მე ამ პროცესს ვუყურებ როგორც საკმაოდ ლოგიკურ განვითარებას, ანუ ტრამპის ესე ვთქვათ გზის გაყვანას, ან თუნდაც ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის გაყვანას და ამიტომაც ეს არის უბრალოდ ცდელობა ამ ქვეყნების მიერ, რომ არ იყვნენ დამოკიდებულები მხოლოდ საქართველოზე, რადგან იქ არის რუსეთის ფაქტორი, იქ არის სხვა გეოპოლიტიკური მომენტები, თუნდაც საქართველოსა და დასავლეთ შორის არ თუ ისე ის თქვა დაალაგებული ურთიერთობები და რა თქმა უნდა აზერბაიჯანი, თურქეთი, ცენტრალური აზია და ევროკავშირი ისინი ფიქრობენ, რომ დამატებითი გზები გაიყვანონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უნდა ასე თქვა ჩამოაშორონ ამ გზას. ვიტყოდი, რომ შეუძლებელიც იქნება ალბათ საქართველოს სრულად ჩამოშორება, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს მაინც ზღვაზე გასასვლელი გვაქვს და ინფრასტრუქტურა უკვე განვითარებულია. იცი რა მაინტერესებს, აი ხშირად ვამბობთ ხოლმე ამ ზღვაზე გასასვლელის ამბავს, მაგრამ აი წმინდა თუნდაც იყოს ეკონომიკური პერსპექტივიდან ესე შევხედოთ. თუ არსებობს კარგად მოწყობილი სახმელეთო ინფრასტრუქტურა, მაგალითად ცენტრალური აზიიდან რთული არის კასპიის ზღვას შემოუარო ირანის ჩაურთველად ამ პროცესში, ან და თუნდაც რუსეთის ჩაურთველად ამ პროცესში ერთი მხრიდან მეორე მხრიდან, ხო? მაგრამ მაინც თქვა ჩავთვალოთ, რომ კარგად ავაწყეთ სახმელეთოდ, ესე ვთქვათ, გადაზიდვები. ამ შავ ზღვას რა მნიშვნელობა რჩება ამ შემთხვევაში? ხო, კარგი კითხვაა. ხა შავი ზღვა მუდმივად ვაპელირებთ, რომ შავ ზღვაზე გასასვლელი გვაქვს და აბა შავი ზღვის ჭიშკარი ჩვენ ვართ და შავი ზღვა პრინციპში აი რო გადავხედოთ, ხო, იმ ევრაზიის რუკას რო გადავხედოთ, შავი ზღვისპირეთი არის ყველაზე აქტიური სივრცე გეოპოლიტიკურად, რაც რა თქმა უნდა თვალისწინებს ასევე ეკონომიკურ საკითხებსაც. ხო, 90-იან წლებიდან ჩვენ რამდენი ომი გვაქვს აქ ამ რეგიონში. რამდენი სავაჭრო გზა გადის, თუნდაც რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთში. თურქეთსა და რუსეთს შორის თავისთავად და კიდევ სიტყვაზე ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირის შორის. ეს ყველა გზა მაინც გადის შავ ზღვაზე. ანუ შავი ზღვის გარეშე ვფიქრობ, რომ თუნდაც აი სავაჭრო გზა, ან ტრამპის გზა გაიყვანონ, მაინც თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ამოყოფენ თავს, სადაც საჭიროა ძვირადღირებული სარკინიგზო სისტემების აგება და მე ისევ ძალიან დიდი დროის ხარჯვა იმისათვის, რომ მიხვიდე უკვე თურქეთის პორტებამდე. შავ ზღვაზე ან ხმელთაშუა ზღვაზე. ეს შესაძლებელია და ჩვენ ალბათ ამასაც შევეხებით, თუ როგორ ვითარდება უკვე სახმელეთო სავაჭრო გზები, ან ბუმი არის სრულად მთელი ევრაზიის მასშტაბით სახმელეთო სავაჭრო გზების და ეს კარგ საკითხს შეეხეთ თქვენ. ამიტომ მგონია, რომ მართლაც ეს ტენდენცია გვაქვს, მაგრამ შავი ზღვის გარეშე და იმპორტების და ინფრასტრუქტურის გარეშე სრულად სახმელეთო სავაჭრო გზებზე გადასვლა მე მგონი არ იქნება ესე ვთქვათ შესაძლებელი. მე ვფიქრობ, რომ აი იქნება ორივე კომპონენტი ერთად და ამ შემთხვევაში თუ ჩვენ გადავხედოთ მაგალითად რას საუბრობენ აზერბაიჯანელები, ექსპერტები ან ესე ვთქვათ ოფიციალური პირები, ისინი ყველგან მაინც ახსენებენ იმ გზას, რომელიც გადის საქართველოსა. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, წარმართველი აი ამ სავაჭრო გზებში, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს, ასე ვთქვათ, ევროპასთან, აი აზერბაიჯანული ხედვიდან. იგივე თქმა შეგვიძლია ცენტრალურ აზიის ქვეყნებზე. უბრალოდ ჩვენთან საქართველოში მაინც უფრო ცოტა ნეგატიური ასპექტიდან უყურებთ ხოლმე ამ ტრამპის გზას და ხშირად იმ განცხადებებს, ესე ვთქვათ, ვაქცევთ ყურადღებას, სადაც საქართველოს არ არის ნახსენები. მაგრამ თუ ჩვენ სხვა ყველა განცხადებას ვნახავთ, ერთდროულად ვნახავთ, რომ ძირითადად მაინც საქართველოს ყველგან ფიგურირებს, იქნება ეს ყაზახეთის მმართველების გამოსვლებში, უზბეკეთის მმართველების გამოსვლებში და ასე შემდეგ. ანუ ეს შუა დერეფანი საქართველოსზე გამოვალი გზა ფიგურირებს ყველგან. ამიტომაც მე მაინც ისეთ
საფრთხეს ვერ ხედავ რომ ჩვენ საქართველოსზე დავკარგავთ იმ გზას რაც ჩვენ 90-იანი წლებიდან გვაქვს და არ მარტო 90-იანებიდან სხვა შორის მე-19 საუკუნიდან კიდევ ერთხელ დავუბრუნდები კითხვას რამდენად იქნებოდა ისტორიის გადმოსახედიდან თუ შევხედავთ რამდენად არის და იქნებოდა ეს მისაღები მხოლოდ ერთი გზა რო ყოფილიყო იგივე გინა ყაზახეთის და რაც თავი ბოლო ჩინეთი და ეს რაც მოდის მთელი აღმოსავლეთის გზა რომ მხოლოდ ეს ერთი გზა ყოფილიყო რომელიც ახლა დღეს სხვათა შორის ძალიან სიმპტომატურია თანამედროვე აღქმის თვალსაზრისით რომ ჩვენ ამას ახლა დღეს ტრამპის გზას ვეძახით და უწოდებთ ეს სხვათა შორის იმიტომ კი არა რომ ვინმე ან ისტორია იცის სუდათ ან რაღაცა თუმცა შეიძლება არც უმაგისობა იყოს ეს არის თანამედროვე მიდგომები სოფლიოში რომ აი დღეს მე ვიწყებთ გადავშალო ფურცელი და მე ჩვენ აქედან იწყება თქვა ისტორია იმიტომ რომ სიამდვილეში ახლა ეს ტრამპის რასაც ახლა დღეს ჩვენ ტრამპის გზას ვეძახით ეს არის რომ შეგვეძლოს ესე იგი კოსმოსთან დანახვა გადატკეპნ ხლემილმა კარგად იცის და მოთხოვ რომ ამაზე უფრო გატკეპნელი გზა ესე ვთქვა არ არსებობს ამას შეგვიძლია გვეწოდებინა რომ ცნობილი შახების ამბავი გინა ანუშირვანის გზა და არ ვქნა გინა იუსტინიანის იმპერატორები ეს გზა სულ ესე იგი ეს გზები კიდევ სულ იქნება ახლა ამას ჩვენ არა სულ იქნება სახელით სულ შეიცვლება ხა ის რაც აბრეშუმის გზა იყო მე ოპიუმის გზა გახდა და ახლა ტრამპის გზა იქნება და მე ის თუ ვიტყვით რომ ახლა თუ ვიღაცა იტყვის რომ ეს ჩაკეტილი იყო ეს გზა და თქვა ტრამპის დროს აღდგა იმ დროის განმავლობაში რაც ეს გზა მოქმედებდა იმდენად წამიერად იყო ეს მხოლოდ ჩაკეტილი რომ ფაქტობრივად რას ვაუბრობ ეს გზა იმიტომ კი არა რომ ვიღაცას უნდა ან არ უნდა იმიტომ რომ ეკონომიკას უნდოდა და იმიტომ გადიოდა და აი ხლა კიდევ იმას დავუბრუნდები ამ კითხვას რომ რამდენად მოაწყობს ეს რომ მხოლოდ ეს ერთი გზა იყოს და ისევ მონოპოლია გინდა თუ არ გინდა თქვენ ახსენეთ თებურლენგი ბოლოს მაინც მონოპოლია ვითარდება ცთუნება მონოპოლიისგან თავის დაღწევისა ძალიან ჭირს ხოლმე მე ესე ვთქვათ ვისაც ეს მონოპოლია უკავია ხო სხვა შორის აი თებურლენგი მაინც გამონაკლისი იყო აი თუ ავიღებთ მაგალითად არაბებს თურქ-სელჩუკებს თუნდაც რუსებს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული აი ასეთი მკაცრი მონოპოლია და ასეთი ასე ვთქვათ აი ერთი გზა გავიყვანო და მხოლოდ ამ გზით ვიხილავ ყველა გზა გადავწვა ეს იყო მისი აი ეს იყო მისი მიდგომა თემურლენგის და რუსეთისკენაც გადაწვა ნუ თოქტო უხრასორდოსკენაც გვემოთხის კი და ხელოვნურად უნდოდა მხოლოდ აი ესე ვთქვათ თავრიზე გასულიყო ეს გზა დავამატებ ყოველთვის თემურლენგი ნუ გასაგებ ჩვენ დამოგიბარა არის ჩვენთან დამანგრევლის სინონიმია, სრული დამანგრევლის და გასაგებია რომ ჩვენი ხედვა ეს იყო, მაგრამ თემურლენგი მეორეს მხრივ ვიღაცების არის აღშენებული, იმიტომ რომ აქ ყველა გზას ანგრევდა, მაგრამ იმ გზაზე აღწერილია ქათმის მოპარვა შეიძლებოდა და რო დაგეტოვებინაო ბარგი აღწერილია მეორე დღეს დაგხვდებოდაო ის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამანაც ვერ გაცლო, იმიტომ რომ მონოპოლიზირებული სხვა შორის აი ხა მეორე მაგალითი გამახსენდა ჯალალადინი ჩვენთვის ავად სახსენებელი არანაკლებ ხო თებურლენგი ისიც დაახლოებით ამას აი ამ სტრატეგიას მიყვებოდა რომ ანგრევდა იმ სავაჭრო გზებს რომელიც აი ამ ქრისტიანულ ანგრევდა ნუ ებძოდა სხვა შორის ქვემოთ არა ისლამურ სამყაროში აი უკვე მაგალითად თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე ირანის ტერიტორიაზე წყაროებში პირდაპირ წერია რომ როგორც კი გაიგებდა იმას თუ ვინმე ძარცვავდა ქარავანს ეგრევე მიდიოდა დასაცავად აი რაც შეეხება საქართველოს აი აქ აბსოლუტურად ყოველთვის დანგრევაზე იყო გადასული იმიტომ რომ იმ დროს ქართველებს ეკავათ საკმაოდ დიდი ტერიტორია და გავლენას ახდენენ ისეთ სავაჭრო გზებზე რომელიც გადიოდა დაახლოებით იმ ტერიტორიაზე სადაც ტრამპის გზა გადიოდა ანუ ოდესღაც ქართველებიც აკონტროლებდნენ ამ ტერიტორიას კი ბატონო და ეხლა მონოპოლიას რაც შეეხება მე მგონი დღეს საკმაოდ რთული ამოცანა იქნება ვინმე მონოპოლია დააწესოს ამ გზებზე იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ სურვილი შეიძლება იყოს სურვილი შეიძლება იყოს მაგრამ რეალობის აღქმა მე მგონი არ უჭირთ იმ აქტორებს ყოველ შემთხვევაში ვისაც პრეტენზია აქვს რაღაც გლობალურ ძალაზე იმ აქტორებს არ უჭირთ რეალობის აღქმა თითქოს ანუ რაც გულისხმობ რომ ერთი არის ჩინეთი როგორც მოქმედი როგორც ყველაზე დიდი მწარმოებელი და შესაბამისად მიმწოდებელი რომლისთვისაც ეს ერთი სარტყელი ერთი გზა არის საინტერესო მეორე ვიდრე დაიწყებოდა ჩვენ ვახსენეთ ეს ირანზე სამხრეთი ჩრდილოეთის დამაკავშირებელი გზა რომელიც არა მხოლოდ რუსეთის არამედ შეიძლება ინდოეთის ინტერესშიც საკმაოდ მნიშვნელოვნად შედიოდეს
და შესაბამისად რა თქმა უნდა იქ ევროპელების ინტერესები აი ამ ტრანსპორტირებაში და ასე შემდეგ, ამერიკელები მე მგონი ჩემი ყოველ შემთხვევაში ვარაუდით ირანის ოპერაციის 12 დღიანი ეგრეთ წოდებული ომის სწორედაც რომ აი ამ ჩინეთის ახლო აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალების ესე ვთქვათ პრევენცია ხელი შეშლის ამოცანას ატარებდა ასე ვთქვათ ხო ანუ თლიანობაში ერთი აქტორის შემოსვლა თითქოს პრინციპში იმ ახალ წესრიგში თითქმის შეუძლებელია ხო ესე იგი მაინც მე გონია რომ ან ტრამპის და ანუ ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი ამ შემთხვევაში არის ერთი კონკრეტული რამ რომ ასე ვთქვათ შეარიგოს ეს ორი ქვეყანა. ამერიკისთვის ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია ეს ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანი იმუშავებდა თუ არა აი ამერიკის განმოსახედიდან ეს მის ეკონომიკური ხეირი იქ არაფერი არ არის მათთვის ხო. სიმართლე რომ გითხრათ არც განსაკუთრებით დიდი ინტერესი ჰქონდა მაგალითად თუნდაც აი ამ ნოემბრის სამიტამდე ცენტრალური აზიის მიმართაც ამერიკის შეერთებულ შტატებს უფრო დემოკრატიაზე, ადამიანის რაც უფლებებზე იყო დაკმობილი მათი საგარეო პოლიტიკა წინა ადმინისტრაციების დროს. ამიტომ ტრამპის დროს რაც ხდება, სიახლე არის გარკვეულწილად უფრო კონკრეტული, ესე ვთქვათ, ტრანზაქციული, ესე ვთქვათ, ურთიერთობების პრაგმატული ურთიერთობების დამყარების მცდელობა არის და პრინციპში წარმატებული მცდელობა არის ყაზახებთან, უზბეკებთან და სხვებთან. აი დაახლოებით ასეთ რამეს ხედავ მე აზერბაიჯანთან პირველ რიგში და აი ამას უკვე მოყვა სომხეთის საკითხიც. ანუ არ არის ეს კონკრეტულად ეს თქო გეოსტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ამერიკისთვის. იქ იყო რა თქმა უნდა ელემენტები ნობელის პრემიასთან დაკავშირებით, ამის უარყოფა არ გამოდის, რადგან ამიტანი ძალიან ბევრი ამერიკელი ექსპერტი და ასე თქო პოლიტიკოსი მიუთითებდა ამაზე, რომ ტრამპს ნამდვილად ეს სურდა. და მე მგონია მაინც რომ აი ამ ყველაფრის შემდეგ აქ მაინც იქნება თურქეთის როლი გაძლიერებული და ამერიკა რა თქმა უნდა ფიქრობს რომ აი მე შეიძლება გავიდე აქედან მაგრამ აი ამას უტოვებ თურქეთს როგორც ჩემს მოკავშირეს და ჩვენ ხედავთ რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები სულ უფრო მეტად დაალაგდა ვიდრე ეს ბაიდენის დროს იყო ამიტომ ამერიკისთვისაც ასე რომ ამ რეგიონში იყოს თურქეთი ნაწილობრივ ისრაელით შეიძლება როგორც შემაკავებელი სიტყვაზე ირანის და რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობა იქნება. ანუ აი ამ დიდ სურათში ეს პატარა პროექტი არ არის ისეთი ეკონომიკური მნიშვნელობის ვაშინგტონისთვის რომ თქვათ რომ გარკვეულწილად ამას მიყვება ამერიკა ბოლომდე. გარკვეულწილად შეიძლება მიიყვანოს ეს თქვათ ჩაშვებამდე ეს პროექტი, მაგრამ მე მაინც მგონია რომ აი მომდენო ადმინისტრაციების დროს მაინც უფრო თურქეთის როლი იქნება. და მე მგონი არ უნდა დაუკარგოთ სომხებს ეს ძალისხმევა, ჩემი აზრით მაინც მათ შეეცადნენ ამერიკელების ჩართვით რაღაც გარკვეული გარანტიების შექმნა. ხო, ხეირი ნახат კი რა თქმა უნდა. ხო, რომ აქ რაღაცა არ იქნებოდა მათზე განსაკუთრებული ზეწოლა. საფრთხე იყო უბრალოდ სამხედრო ინტერვენციის, ხო, და ამიტომაც ასე დიპლომატიურად მოხერხდა აი ამ საკითხის მოგვარება. ხო, ყოველ შემთხვევაში რაღაცა დროით. მაგრამ დროთა განმავლობაში მაინც შერჩები თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სივრცეთ და სამწუხაროდ გამოიცა რომ 10, 20 და თუნდაც 30 წლის შემდეგ შენ მაინც დაგჭირდება ერთი ისეთი მოკავშირე რომელიც დააბალანსებს მათ და მე ვფიქრობ რომ ეს ირანი ვერ იქნება ისევ რუსეთი იქნება ამ სოფლებისთვის ხო აი შეიძლება გავაგრძელო ტრამპის გზასთან დაკავშირებით და ერკვას მისი სახელი ცხადია და საცედა უნდა გვარაფერი არა მაგრამ თვითონ არსი რომ არ გამოგჩეს სიამოვნებაში ეს არ არის ტრამპის გზა ემილ პირდაპირ დავარქვათ თუ მაინც სახელის დარქმევა იქნებოდა ამ ეტაპზე თუ სახელს შინაარსი გვინდა მაგალითად ჩავდოთ სახელში შეიძლება გაყენებული სახელი იყოს და თქვა დაარქვა 2025-ის გზა მაგალითად სიტყვაზე 2024-ის მაგრამ თუ ეს თურანის გზა უფრო არის თუ მაინც სახელი გვინდა დავარქვა შინაარსობრივად ამ გზის აღდგენაში ესე ვთქვა ჩამოყალიბებაში არა აღდგენაში აღდგენა დაიწყო არა ამერიკით არამედ დაიწყო როდესაც აი ფაშინიანი მოვიდა და იქ არის ქვედიდნენ ჩვენ არ ვიცი და როდესაც ყარაბახის პრობლემის
გადაჭრის ნიშნები გამოჩნდა ისე როგორც მოკლედ როგორც გადაჭრა. გადაიჭრა. ახლა ჩვენ ეს რთული და დიდი საკითხი ახლა მაშინ უჩვენებთ დაახლოებით ესე იყო რომ აი სომხეთმა თავისთავად დაინახა ყარაბაღის ესე ვთქვათ პრობლემის გარეშე. პრობლემი მოგვარებით დაინახა და იქ ჩამოყალიბდა ეს გზა. რასაკვირველია ეს თურქეთისთვის იყო სხვადასხვა იქ პატარა გაჟღერდა ახლა სტრატეგიაში რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ გარკვეულწილად თურქულ პრესაში გაჟღერდა გარკვეული გაღიზიანებას გამოიწვია როდესაც იგზებოდა ტრამპის გზა და ესე ვთქვათ დაერქვა თუმცა სტრატეგიული გაღიზიანება ვერ იქნებოდა იმიტომ რომ თურქეთის გარეშე ეს გზა მაინც ვერ იმუშავებს და მასთან გადის ახლა იციან რომ მათ დარჩებათ რასაკვირველია მათიც არცადაც არ წასულა ესე ვერც ტრამპი დაერქვა მაგას ვერც მაკრონი და ვერც პუტინი ეს მათი ისტორიულადაც ესე იყო. მეტიც სავარაუდოდ ამერიკელები იქ ფულს არაფერს არ ჩადებენ და ვინც ფული შეიძლება ჩადოს, გასაგებია ვინ შეიძლება იყოს. ტრამპმა მართლაც უკვე დიდი ფული. ტრამპმა მართლაც აი ნობელი და უბრალოდ სახელის ესე ვთქვათ რომ იტყვიან აი როგორც უხეშად რო ვთქვათ სუფრაზე რო თამადას მოიწოვენ აი ესე ვთქვათ ესეთი ტონით იყო. აწუღო თუმცა ნუ და სწორედ აქედან გამომდინარე რომ ამ გზა ჩვენთვის რაც არის მნიშვნელოვანი ეს დიდი თემაა და სამჯელო მაგრამ ეს გზა თვითონ ითხოვს ამ გზის უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ის რომ გადმოერთოს სამხრეთისკენ ნაკადები თვითონ ითხოვს პარალელურ არა მარტო ერთ გზას არამედ რამდენიმე გზას რომ არ აღმოჩნდე ისეთ რთულ და მყიფე სიტუაციები იმიტომ რომ ამან რომ მოკლედ კარგად იმუშაოს ამ გზამ მას უნდა ქონდეს ალტერნატივა აი ეს ხოთაშორის არის ესეთი თემა რომ კონკურენცია ხშირად არის არა შენს მოსპობაზე მიმართული, არამედ შენს გრადობაზეა. იმიტომ რომ როდესაც მაგალითად თემურლენგის გზა გააგრძელეს ოსმანებმა და სრული მონოპოლია აიღეს ამ გზაზე და აი რო იტყვიან ფინალში გავიდნენ და შემოუარა ვასკო და გამამ აფრიკას ხო და ფაქტურად დარჩა და შეიცვალა მთელი გეოპოლიტიკა. ეხლა უყურებთ რომ იგივე პროცესი მომდინარეობს. თუ შეიძლება ითქვას, თვალის მინდა გითხოთ, ვასკო და გამა და უხეშად რო გითხოთ, უკან ბრუნდება და აი ხა საქართველოს ამბავი მინდა გითხრა გიორგი. საქართველოს ამბავი ვიხოთ იმისა რომ ბევრი ჭირი მოქონდა ამ გზას იყო რომ ჩვენ საქართველოს კეთილდღეობა და აღმავლობა დამოკიდებული იყო ხოლმე ამ გზაზე. მე ისტორიას უყურებთ კი შემოსევებით ამბავი, მაგრამ საქართველოს არის ფაქტობრივად აღმოჩენილი გეოპოლიტიკურ პროვინციაშია. სხვადასხვა თავის ნაწილობრივ თავის თურქეთ-ირანიანად. მოწინავე პოზიციიდან. აი ახლა დღეს მე მეჩვენება რომ უყურებ ისტორიას და თქვენი როგორც ისტორიკოსის ხედვა რომ აი საქართველოში ხდება დღეს დაგვერთვაქნას რომ ეს გაგრძელდეს თითქოს თავის ისტორიული ფუნქციის დაბრუნება, რომელიც ბევრი საუკუნეა მას არ ქონდა. მე დამოუკიდებლობას არ გულისხმობ მარტო პოლიტიკურს. მე გულისხმობ აი ამ გზების ერთი მხრივ რომ გზები ისე უბრუნდება საქართველოში და მეორე მხრივ კონტროლის საშუალება. კი, შეიძლება. აი რა პერიოდში შედარებდით ამას, აი რა რომელი პერიოდი არის? მე ესე მეჩვენება რომ მივდივარ, ეს არ არის ну გამოტოვოთ 19 საუკუნე სპეციფიური არის იმ თვალსაზრისით. ოქროცხანაში აი ეს მინდოდა რომ დაახლოებით შეიძლება ითქვას 800 წლის წინ ვიყავით კომფორტულად როდესაც ხო აი მე ეს მინდოდა აი ამაზე მინდოდა რომ თქვენ ვთხოვოთ მოყოლა რომ მე რა ვარ ამის სპეციალისტი თუმცა მოყვარული ვარ და თავდაბლობის გარეშეც ვიტყვი რომ რაღაცა წამიკითხავს თუ საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ საყრდენად, გეოპოლიტიკურ საყრდენად, მის ფუნქციად მოვიაზრებთ ამ გზებს და ეს არ არის უბრალო, ესე ვთქვათ, საკითხი, თუ გადავხედავთ ამ ისტორიას. აი ახლა ხდება აი ამისი დაბრუნება და ამისი გააზრება მგონია მე პირადად ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი ქართული პოლიტიკური აზრის და ქართული ანალიტიკური აზრის. აი ამიტომ არის ისტორია და თანამედროვეობასთან კავშირი სწორედ ეს. აი ოქროცხანა ახსენა თვითონ ხო ისტორიულ პერსპექტივაში უნდა შევხედოთ ამას და კარგია რომ აი ამ საკითხს შევხედეთ. ვფიქრობ რომ სადაც 800 წლის წინ როგორც იყო საქართველოს კომფორტულად ის გავლენას ახდენდა სივრცეზე ერთი ზღვიდან მეორე ზღვამდე და ბაგრატიონებისთვის
ეს არ იყო მხოლოდ ის, რომ მტერი უნდა მოვიგერიო და აქ უბრალოდ ჯარი უნდა მეყენოს ყველგან და მათი ანუ კონცეფცია რეგიონში ბატონობის იყო დაფუძნებული სავაჭრო გზების კონტროლზე. აი ეს დარუბანდამდე საქართველოს სხვა სახელმწიფოებში ესე იყო. კი. ჯვაროსნების მთელი მაგრამ ეს რეგიონი იმდენად კომფორტული იყო გეოგრაფიულად, რომ შენ ეს ორი ზღვა რო გაგეკონტროლებინა, შენ პრაქტიკულად ყველა სავაჭრო გზას იკავებდე, როგორც სტეპებიდან ჩაგერებით საქართველოს გაერთიანებაც ეს იყო. აუცილებელი იყო დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთის გაერთიანება, იმიტომ რომ ერთი გზის კონტროლი იყო. და ეს თვითონ ეს აზრი რომ დარუბანდამდე მე ეს ჩემი იყო დარუბანძეც გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა და აი ამას რო კეტავ სრულად შენი არის ყველაფერი ეკონომიკურად და სამხედრო კუთხითაც ამიტომაც ეს ეხლა სავაჭრო გზების კონტროლი მაინც ქართულ წყაროებში და ამ შემდეგ ისე არ ჩანს კარგად მაგრამ თუ ყურადღებით გადავიკითხავთ კარგად ნათელი არის რომ აი ამაზე კონტროლი იყო საფუძველი ბაგრატიონების ესე თქვათ ბატონობის იმ დროს აი ამ 800 წლის განმავლობაში რომელიც მოყვება ხო აი ამ პერიოდიდან აი მონღოლებმა შეცვალეს სავაჭრო გზები იმის მერე უკვე დაქვეითება მიმდინარეობს ანუ ქართული პოზიციების სავაჭრო გზებზე და ეს პატარა გამონათებები გვაქვს ჩვენ მაგალითად კახეთის სამეფო და შახაბასი აქ შემოდის ზუსტად ამის გამო რომ ის კონკურენტის მოსპობას ცდილობს სავაჭრო გზების კუთხით აბრეშუმის წარმოების კუთხით ქართული აბრეშუმი ანუ კახეთის აბრეშუმი ასე თქვათ ჩადიოდა ხმელთაშუა ზღვაში ზღვამდე აღწევდა ჩადიოდა ირანში თურქეთში ეს არ აწყვეტდა შახაბას რომელსაც სურდა რომ თვითონ ყოფილიყო ირანული ასე თქვათ აბრეშუმი ყველგან ნომერ პირველი და აი ჯამში შეიძლება ითქვას რომ 1013 საუკუნიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველოს ქონდა მაინც დაკარგული აი ეს ფუნქცია ნუ საბჭოთა კავშირის პერიოდში მიება საბჭოთა კავშირს კი ბატონო მაგრამ აქ ერთი პატარა გამონაკლისი გვაქვს მე-19 საუკუნეში და შეიძლება ბერს ეს არ მოეწონოს მაგრამ საქართველოსთვის აი ამ ტრანზიტული ფუნქციის დაბრუნება მაინც რუსებთან არის დაკავშირებული რუსეთის იმპერიის დროს როდესაც რუსებმა უკვე პრაქტიკულად შეხედეს რას რომ სამხრეთ კავკასია არის ჩამკეტი ცენტრალური აზიის თუ სამხრეთ კავკასიას ვაკონტროლებთ ცენტრალურ აზიაში ინგლისელები და სხვები ვერ შევლენ და ამიტომაც ჩვენ გვჭირდება ამ რეგიონის ნების ერთმანეთთან დაკავშირება და ხედავთ რომ მე-19 საუკუნის ბოლოსკენ უკვე კასპია და შავი ზღვა კარგად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან და მეც გეტყვით მაგალითად კალკუტადან ინდოეთიდან სავაჭრო გზა გადიოდა ბათუმამდე ზღვით ბათუმიდან ბაქომდე ბაქოდან თანამედროვე თურქმენეთის ტერიტორიამდე აი ეს სავაჭრო გზებიც კი გადიოდა იმ დროს ანუ რუსებმა გარკვეულწილად ხელი შეუწყეს იმას რომ საქართველოს ხა გამიზნულად ხდებოდა ეს და ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე რა თქმა უნდა სხვა საკითხია მაგრამ იმ დროს წამოიწია უკვე საქართველოს აი ეს ტრანზიტული როლი და რასაც ხედავთ ჩვენ უკვე გარკვეულწილად საბჭოთა კავშირის დროსაც და დღეს განსაკუთრებით აქ უკვე ჩინეთი არის ჩართული და ევროკავშირი და პრაქტიკულად გამოდის რომ ჩვენზე შეიძლება გავიდეს და გადის კიდევაც ნაწილობრივ, მაგრამ უფრო მეტად შეიძლება გავიდეს ის სავაჭრო გზა, რომლისთვისაც მონღოლები და სხვები იბრძოდნენ, ანუ რა იყო თავარი მიზანი იმ დროს. ვინ დააკავშირებს ჩინეთს და ევროპას. ევროპელებს ჰქონდათ ოქრო და ვერცხლი, ჩინელებს ჰქონდათ წარმოება ყველა პროდუქტის პრაქტიკულად. აი ვინც გაერთიანებდა ამას, ის იქნებოდა ნომერ პირველი ძალა. მონღოლებმა ეს მოახერხეს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. ხა მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ სრულად ჩვენ გავაერთიანოთ ეს ორი მსხვილი ეკონომიკური სივრცე მაგრამ რაღაცა პროცენტი 10, 20, 30% ჩვენზე რო გავიდეს ეს იქნება პრინციპში ძალიან დიდი რამ საქართველოს ისტორიაში უფრო მეტი ვიდრე ოქროს ხანის პერიოდში და უფრო მეტი ვიდრე რუსების მიერ ჩამოყალიბებულ სავაჭრო გზების დროს მე-19 საუკუნეში ან საბჭოთა კავშირის დროს ხო, კი ბატონო, იმიტომ რომ საერთოდ მინდა გითხრა იცი და ბატონი ემილის მოწვევის აზრიც ეს იყო. ეს თემა ასე ამ კუთხით ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში არ არის პოპულარული სამჯელოდ. მე რომ უფრო ეს ვინმე არ ითვალისწინებს და როგორ ჩასითვალისწინებს ხელისუფლებაში და ამგზით ვიდის, მაგრამ აი სამჯელოდ ესე არ არის. მეტიც არა მარტო ემილ მახსენა რომ ჩვენ ისტორიულ წყაროებში ამ სავაჭრო გზებზე პირდაპირ საუბარი არ არის. ბევრი სხვა ასპექტით არის სულ დადახული. აი თითქოს უკვე შედეგით. მაგალითად, რატო მოდის
ტერი ტერია ხო ბუნებრივადების ტერია რატო გიპყრობს რაღაც мотиваცია ხო უნდა კონდეს ეს რატო ხდება მოვლენები რატო ხდება ესე არ არის ახსნილი და ეს ჩვენ ისტორიოგრაფიაში არ ვიტყოდი მე სიტყვა ნაკლს მაგრამ ნუ ვერ დაეთმო ჯეროვანი დრო ჯერჯერობით ამ მიზეს შენეგობრივ ტახტას ამას მნიშვნელოვნად მე ვიტყოდი გარკვეულწილად ნუ ნაკლად ვიტყვით თუ რბილად ვიტყვით ეს სხვა ჩვენ სახელმძღვანელოებშიც არის ასახული და ისტორია რა არის ისტორია ხო აქმის ამბავია წარსულში იყურები რომ მომავალი დაინახო ეს სხვა შორის ჩვენს ცნობიერებაში მეტნაკლებად ეს დარჩა ეს ნაკლად აი თვითონ აქმისა და ეს უყურებს ძველ პოლიტიკურ ცნობიერებას აი როდესაც ჩვენ მიზეს შედეგობრივ საკითხებს ვეძებთ ხოლმე სულ ვეძებთ ან ემოცი უფრო ხშირად ჭარბობს ემოციური საკითხები აი მაგალითად იმას ვყარვარ თუ არ ვყარვარ ევილს აი დიდი პატივისცემა შევკადე ხებილმაც ნახე რა არა რუსეთი შეიძლება არ მოქმედებდა ჩვენი და შეიძლება კი რასაკვირველი არ მოქმედებდა ისევე როგორც ეს კაპიტალის მოძრაობა კაპიტალი მოქმედებს კაპიტალის ინტერესებით არავით არის სხვა ინტერესი არასდროს არანაირ კაპიტალს არ ქონია ცხადი ამას ვერ სხვა საკითხია იმ დროის გეოგრაფია როგორი იმ დროის გეოგრაფია ითხოვდა მე-19-ესი რუსეთი გადიოდა და ბუნებრივი საწყო და საბჭოთა კავშირის როცა ეს ჩაკეტა ეს მიება ქართული ეკონომიკა მიება დიდ ეკონომიკას ბუნებრივი ამას ქონდა თავისი წარმატება იმიტომ რომ წარმატება ვერ ეკდება ეკონომიკას მაგრამ მაინც აკვარიუმის იყო და როგორც კი უცებ დავრჩით ცალკე აი მთელი გაჭირების წლები რო იყო რომ საქართველოს ფაქტობრივად იყო მიღმა დარჩე აი ახლა მე შევთხოვით არ დას მე ვიცი ეს ბევრს შეიძლება ესე გაუკვირდეს და ამას შეიძლება ჩვენთან არ არის მოყვეს ეს იმიტომ კი არის საინტერესო რომ ვინ გაილანძღება და ვინ არა ამის შედარება ოქროს საუკუნეს და მე შორსა ვარ იმ აზრისაგან და ალბათ ევილას ესე თქო რომ ოქროს საუკუნეა დასახლება რაც დგება მაგრამ რო გადავხედავთ საქართველოს ისტორიაში ის რომ შენზე ორი დამთხოვა უნდა იყოს ერთი რომ შენს მიმართ უნდა ინტერესი იყოს როგორც გზისა და ეს ნიშნავს მარტო გზა რო წარმოვიდგინოთ აბრეშუმის გზა ეს არის შენი ცივილიზაციასთან კავშირი შენი იმ პროგრესთან კავშირი ეს სოფლიო პროცესებთან თავის ხიფათებით მაგრამ მაინც ახლოს ყოფდა ეს არის და მეორე შენ უნდა აკონტროლებდ აი მე-19 საუკუნეში ეს იყო მაგრამ შენ არ აკონტროლებდი საბჭოთა კავშირის დროსაც ცხადია რომ შენ არ აკონტროლებდი თუმცა ეს მაინც აკვარიუმში იყავი ესე ვთქვათ კი ხარ მაგრამ აკვარიუმის თევზი რაზეა დამოკიდებული და დღეში წყალი გამოუცვალო და საჭმელი ჩაუყარო აი ეხლა გვაქვს ეს ამბავი და ეხლა მე და თუ ჩვენ შევხედავთ საქართველოსთვის ინტერესი საქართველოს ვერ თქვენ ბრძანეთ რომ ეს იყო აი დღევანდელი კუთხით როგორ ხედავთ თქვენ რა არის საქართველოს მიმართ აი ესეთი გადიდებული იმის ინტერესი შეიძლება მეჩვენა მაგრამ საქართველოს ნიუსებს რო უყურებ ახლა მაგალითად უფრო ბერად ხდება ვიდრე მაგალითად ისეთი ქვეყანა გამახსენდა და დიდი პატივისცემა დაუდოსტრო მაგალითად რომელიც არგენტინაა ან ჩილია რომელიც ეკონომიკითაც იმითაც ხო აი მაინც ამის მიმართ არის აი რო იტყვიან ძალიან დამოკიდებულება გზები ხო არ არის აქ რამე აბსოლუტურად საოჭრო გზები არის და რუსეთი პირველ რიგში ამით არის დაინტერესებული გასაგებია ანუ ის ნაბიჯები რაც რუსეთმა გადადგა საქართველოსთან მიმართებით 2008 წელს მაგალითად კი ჩვენ ხედავ უყურებთ ამას მხოლოდ იმ განმოსახედიდან რომ აი სამხედრო კომპონენტი აქვს და სიტყვაზე ნატოს საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა და ამ შემდეგ მაგრამ რეალურად არის ის რომ სავაჭრო გზებზე კონტროლი მართალია რუსეთმა არ ჩაკეტა ეს მაგრამ იტოვებს ბერკეტებს რომ თუ იქნება შესაძლებლობა და პრინციპში სურვილი მოსკოვში შეძლებენ ამის ძალადობრივად ჩაკეტვას კიდევაც და ჩაკეტავენ ცენტრალურ აზიასა და სიტყვაზე ევროპას შორის კავშირს და სრულად თავის თავზე გადაიყვანენ ამას ხო ამიტომაც ამ კუთხიდან უნდა შევხედოთ ერთ-ერთი ასე ვთქვათ კომპონენტი რუსეთის ლოგიკისა იყო ეს როგორც ოქროს ურდო ახლა ხო კი შეიძლება ასე იყოს მანამდე ხაზარები რა მნიშვნელობა მანამდე ხუნები ყოველთვის იყო ვიღაცა ყველანი იბრძოდნენ იმისათვის რომ აი ეს ჩრდილოეთიდან სამხრეთით გამავალი სავაჭრო გზები გაიკონტროლებინათ ადრე იყო დარუბანდი ნაკლებად იყო დარიალი და ამ შემდეგ დღეს სავაჭრო გზები საქართველოზე უფრო მეტად არის გაყვანილი ჩრდილოეთიდან სამხრეთით და ამიტომაც რუსები არიან დაინტერესებული თუმცა დარიალი ყოველთვის იყო სათადარიგოს გზა
და იყო თუ დარიალიც არ ქონდა მოგვარებული დარუბანდი ხიფათი იყო დარუბანზე მაშინვე და ეს ამას კარგად იყენებდნენ ქართველები. მოდი ისე ცოტა კრიტიკულად შევხედოთ ახლა მაგ თემას, ანუ ამ შესაძლებლობას, იმიტომ რომ მეორე მხარეც აქვს ამას და საინტერესოა ამ შემთხვევაში ჩვენი ამოცანები როგორ დგება. იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ იქ სადღაც აი რაღაცა წილი მაინც 10-20% მაინც თუ გაივლის ჩვენს რეგიონზე, განსაკუთრებით საქართველოზე, ეს იქნება დიდი ამბავი. მე ვიყავი რომ 5-იც ესე ვთქვათ არის კეთილდღეობისთვის. ხო, ეხლა საკმაოდ მე მგონი 2% თუ რაღაცა გადის. ხო, 22 წლამდე უკრაინაში ეს ვთქვათ ომამდე 2-3% გადიოდა შუა დერეფანზე. კი ბატონო. კონტეინერიზებული ის ვთქვათ. ხო, და თითქოს დიდათ არ გაიზარდა ეგ წილი, აი ამ ომის მიუხედავად დიდათ არ გაზრდილა. მიუხედავად იმისა, რომ ომი რო დაიწყო, რაღაცა გარკვეული მოძრაობები, საუბრები იმაზე, რომ შუა დერეფანი 5-2 ნახევარჯერ მეტია 2-ზე. მე რო 5-იც. დაახლოებით 100 დღეს. ხო, მაგრამ ნუ თუ ავიღებთ იმას, რომ კიდე 100 და 95% არსებობს და სხვაგან გადის. თუ რა თქმა უნდა კარგი ზრდა არის, ბუნებრივია, ხო? ეხლა თემა რა არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი საუბარი იყო იმაზე, მე უცებ აღმოჩნდა, რომ უამრავი პრობლემაც აქვს. მაგალითად, კასპიის ზღვა როგორც პრობლემა, მისი გატარების პოტენციალი, მისი დაბალი, ესე ვთქვათ, ძირი, იმის რა ქვია, ზღვის შელფი, ესე ვთქვათ, რომელიც არ იძლევა მაღალი გამტარობის გემების მოძრაობას იქ და პორტების მოწყობის შესაძლებლობას და ასე შემდეგ. მოკლედ შეზღუდული შესაძლებლობა კასპიის ზღვის. მეორეს მხრივ შემოვლა კასპიის ზღვისა ისევ ნიშნავს, რომ რუსეთი უნდა ჩაერთოს საქმეში, ან ირანი უნდა ჩაერთოს საქმეში, რაც დასავლური პერსპექტივიდან კიდევ ერთ, ესე ვთქვათ, წინააღმდეგობას ქმნის ამ ყველაფერში. მესამე მხრივ თვითონ ეკონომიკური თვალსაზრისით ორჯერ ზღვაზე გადატვირთვა ტვირთების და შემდეგ ისევ ხმელეთზე და ასე შემდეგ ესეც პრობლემებს ქმნის, როცა მაშინ, როდესაც არსებობს თქვათ აი ჩრდილოეთი დნება ამასობაში და იქიდან მოკლეგზა. არქტიკა უაღრესად დიდი პოტენციალს საჩენს ტვირთების გადაზიდვაში, ფასშიც და დროშიც და ყველაფერში ესე ვთქვათ. ნუ თავისთავად თუ ომი მთავრდება უკრაინაში, ამ შემთხვევაში ისევ ლაგდება რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ძირითადი გზა არის, ასე ვთქვათ, ჩინეთის ტვირთების ევროპაში მოსახვედრად, ახლაც კი, ხო? და ნუ თავისთავად მე ირანის გზა, რომელიც ასევე ყველაზე მოკლე გზა არის ჩინეთისთვის ხმელეთით დაუკავშირდეს ახლო აღმოსავლეთს და აფრიკას. აი ამ ესე ვთქვათ მოცემულობაში ჩვენთვის რა შესაძლებლობები ჩდება და ყველაზე ეფექტურად როგორ შეიძლება ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ერთი არის შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ შეიძლება შენი პოლიტიკით ისინი საერთოდ ვერ გამოიყენო, ხო? ხო. კარგი მიმოხილვა იყო, იმიტომ რომ ჩვენ მართლა ხშირად გვავიწყდება ის ფაქტი, რომ მაინც რუსეთზე ჯერ კიდევ გადის ძირითადი ნაკვეთი. ხო, 50% ისევ იქადის ჩინური ტვირთების, ხო, მინიმუმ ეს რაც საჯაროდ აღიარებული. არა და რეალურად ვილაპარაკოთ, ხა ჩვენ ხო არა ვართ ახლა არჩევნებში შედარ რომ ნაწილეობთ რომ და გაივლის კიდეც უფრო მეტი რუსეთს არც არავინ ესე ვთქვათ ვინ ძირითადი აქტორია სოფლიოში და ჭკუა მოეკითხება ხა პირდაპირ ვთქვა არც კი განიხილავს სხვა შემთხვევას და პირდაპირ ამბობენ არც რუსეთს ახლა ეს ყველძახიან ფანტაზიები რუსეთი დამარცხდება და ესენი იქნება ეს ამას ახლა ესე ვთქვათ აი ხა ობიექტურად ვთქვათ ეს მოდეს ჩვენს მაყურებელს ჩინეთისთვის უმოკლესი გზა ევროპაში მისატანად და მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ყაზახეთის, რუსეთის და ბელორუსის საერთო, ესე ვთქვათ, საბაჟო კავშირს, რომელიც ერთ ტარიფს გულისხმობს ერთ ამხელა ტერიტორიაზე, ანუ ჩინეთიდან პირდაპირ ევროპამდე ერთი სატარიფო. რასაკვირველია სწორი ხმარა, თავარი ეს კი არა რომ ამათ აქვს სატარიფო. თორემ ევროპას აწყობს ეს და თუ ევროპას აწყობს, მანამდე იქნება საბაჟო კავშირი, ეგ არის, მოიჭა. ევროპას აწყობს დამთავრებულია. აგერ ბელგიის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, ცოტა ხო ეკითხება ჭკუა და თან არ არის შეპყრობილი ზოგიერთებით ნაპოლეონის კომპლექსით, ხო? ის უკავია კალკულატორი, ხა ჩოთქი რა არა ვთქვა. თქვა რომ ჩვენ არც არასდროს არ გაგვიხილია რუსეთის დამარცხებაო და თითი არ დააკავთ ამ ფულსო და რუსეთი არ განაცხენოთო. და დამთავრებული, იმიტომ ის ანგარიშობენ და დღემდე დადის ტვირთი და იულის ტვირთი ახლა ამ რუსეთს ახლა ვახსენე ოქროს ურდოზროს
არ გაჩერდა ეს და მთელი ამბავი ეს იყო. ხო, მაშინ ზუსტად მაშინ გადიოდა ეს გზაც რუსეთს. ეს მონღოლები ჩვენ რო თქვა, ახლა ეს ჩვენ გოგიდა რომ წარმოვიდგინოთ ხშირად ჩვენ პოლიტიკოსები სიტყვია მონღოლები თველურები და მონღოლების მთელი ამბავი იყო რომ სავაჭრო ერთ პირველმა შექმნეს ეს ერთიანი სავაჭრო სივრცე. უსაფრთხო, საკმაოდ უსაფრთხო. უსაფრთხო სივრცე, ეს იყო მათი აზრი. ახლობით ხო რუსებიც ამას მიაღწევს, მაგრამ ხო გეთანხმებით, ან ჩვენ რა უნდა გამოვიყენოთ როგორც ქვეყანამ. ვიყენებთ ამ ისტორიულ შანსს, რომ არის შესაძლებლობა ამ შუა დერეფნის გაფართოების და ამიტომაც მე ზომიერად შევხედავდი ამას და სხვადასხვა გათვლებით ვფიქრობ, რომ 10-20% არის ის მაქსიმუმი, რაც შეიძლება საქართველოზე გავიდეს აი ამ ვითარებაში. ვითარებაში, როდესაც რუსეთზე ტვირთი ისევ გაივლის, ძირითადი ნაწილი, ირანზე დიდი ალბათობით კარგი кайხანი არ გავაჯერ, აი ეს ტრანზიტი, რაც სახსენეთ, იმიტომ რომ სანქციებია და ბევრი სხვა საკითხი, ცუდი ინფრასტრუქტურა და ამიტომაც ჩვენ არ უნდა გქონდეს ის ილუზია, რომ ჩვენზე 50% ან 100% გაივლის. ვერ გაივლის უბრალოდ, იმიტომ რომ სხვა დიდი აქტორები არის. ამისთვის არის საჭირო რუსეთის არარსებობა პრაქტიკულად, რომ ყველაფერი შენზე გავიდეს. და შენ გჭირდება კიდევ უფრო მეტი რკინიგზის აგება და უფრო მეტი პორტის და სხვა ინფრასტრუქტურის აგება, რაც გასაგებია, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ეს შეუძლებელი ვარიანტად კარგიც არ გავლის, არ შეგვარჩენდა ჩვენ არავინ. აი ახლა აი ამაზე მინდოდა საუბარი, რომ თქვა მინდოდა რუსეთის არარსებობა უკვე გულისხმობს იმას, რომ შენი სუვერენიტეტი შეიძლება არ აქნას, და 3 მილიონიანი ქვეყანა როგორ დაიცავდა ეგეთი. აი ახლა ბატონო საინტერესო კითხვა კი არა და საინტერესო ესე ვთქვათ აზრი არის, რომ საქართველოზე ისტორიულად მსხვილი სავაჭრო გზა, როგორც ასეთი, მე ისეთი როგორც გადიოდა მაგალითად ოქროს ურთულზე, ან ირანზე და შემდეგ არ გადიოდა. ანუ ქართველი მეფეები ცდილობდნენ აი ამ მეორე მცირე სათადარიგო გზების ხელში ჩაგდებას, აი დვინი, ანისი, სიტყვაზე დარუბანდისკენ გასვლა და პოტენციურად დარიელზეც დადიოდა სამშენი ჟინვარი მაგიტყვასა. ის ხო. საქართველოს გადარჩენის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ამ ქვეყანაზე არ გადიოდა ის მსხვილი ცენტრალური ინტერესი არ მოდიოდა. აი სომხეთზე გადიოდა სამხრეთით. და ჩვენ ვიცით, რომ სომხეთმა დაკარგა სახელმწიფოებრიობა და 1000 წლების განმავლობაში პრინციპში არც ქონდა. აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მესოპოტამიას დაუკვირდეთ რა მოუვიდა ისტორიულ ჭრილში 1000 წლების განმავლობაში მან არც თურქეთი, არც ირანი და არც არაბები არ აძლევდნენ საშუალებას, რომ ეს რეგიონი ასე თქვა განვითარებულიყო. ეგვიპტეზე იგივე თქმა შეგვიძლია, რომელიც აერთიანებდა ახმელთაშუა ზღვას და სიტყვაზე ინდოეთის ოკეანეს და მით უმეტეს ჩვენ რომელიც ბევრად მცირე იყო ჩაგეთავდა ეგვიპტის ყველაზე მაგალითია რომ ეგვიპტე ყოველთვის სამხილავი მნიშვნელობის გზა იყო და პლუს დაემატა მასზე სუეცის არხი ხო ამას ხო თითქოს უნდა მოეტანა ბედნიერება და იმ სუეცის არხს გადააყვა სინამდვილეში ეგვიპტის ამიტომ რომ ისეთი მნიშვნელობის ამბავი აღმოჩნდა, რომელიც გაცილებით უფრო მეტი ინტერესი იყო მის მიმართ, ვიდრე ეგვიპტის, ასე ვთქვათ, ტერიტორიალობა, რამე ინტერესი. ამიტომაც ამ სავაჭრო გზებს მოაქვს ბევრი უპირატესობა, ბევრი დიდი ეკონომიკური სარგებელი, მაგრამ გეოპოლიტიკურად შენ ხარ მუდმივად შეტევის სამიზნე და კი, ჩვენთან ძალიან ბევრი მტერი შემოდიოდა, გასაგებია, მაგრამ უფრო სხვა ხარისხით შემოვიდოდა ეს მტერი თუ ჩვენზე გავიდოდა ეს მსხვილი სავაჭრო გზა. ანუ ამ მტერს უკვე ეს მტერი მოინდომებდა ოკუპირებას უშუალოდ ტერიტორიის. მაგალითად თემურლენგს არ ქონდა მაინც და მეც სურვილი რომ აი ოკუპირება მოეხდინა ამ რეგიონის. არაბები ვერ ახერხებდნენ ამას, შორი იყო და ასე შემდეგ და მაინც სავაჭრო გზა უფრო დარუბანდისკენ გადიოდა. აი რუსები იყვნენ ერთადერთი რომელიც თვლიდნენ რომ აი ეს რეგიონი სრულად უნდა დავიკავოთ, ეკონომიკური სარგებელი აქედან უნდა ამოვიღოთ და რუსების ნაწერებიდან ეს გათვალისწინებს რომ უშუალოდ მათ საზღვარზე იყოს. კი ბატონო და სხვა ძალებს თუ შევხედოთ თუნდაც ოსმალებს. ოსმალები კი როგორ არის სამხრეთიდან ნელ-ნელა მოდიოდნენ და ეს ახალქალაქი, ახალციხე მათ ხელში იყო და ამ შემდეგ, მაგრამ რეალურად მათ შეეძლოთ მთელი დასავლეთ საქართველოს ჩაეგდოთ ხელში ზღვიდან და ხმელეთიდან. მაგრამ ეს ვერ გააკეთეს ალბათ არ აინტერესებდათ ეკონომიკური კუთხით, რადგან აი ერთ-ერთ წყაროშიც წერია რომ იმდენად დიდ მოგებას ვერ ნახავდაო რა მართველი თუ აი ამ მთლიანად აი ამ ტერიტორიას შეიყვანდა ჯამს. მძიმეა, მაგრამ ისტორიიდან უნდა ვთქვათ რომ
ოსმალეთს ეს ძირითადად აინტერესებდა, ნუ რაღაცა პატარა და მონების და სხვათა შორისა და არც მუსულმანებში აკრძალული იყო მუსულმანის მონათ წაყვანა და ამიტომ ეს საწყობდა რომ იყო როგორც მონათა ნაკრძალი. და თავარი აქ არც გზა არ უნდა გასულიყო და ნუ დანარჩენი ხე თუ რაღაცას აქ იფაფხურებდი მის მიმართ დიდი ინტერესი. პრობლემა არ იყო. თავარი არის რომ აქ ირანი არ შემოსულიყო, მაგალითად რადგან ორშორის და მეტოქეობა იყო და გასაგებია რომ რუსეთიც არ შემოსულიყო, მაგრამ რუსებმა მაინც ეს მოახერხეს უშუალოდ დაჯახების შედეგად გაიმარჯვეს ამ იმპერიებთან. ამიტომაც სავაჭრო გზა შენზე რო გადიოდეს თითქოს და კარგია, მაგრამ ძალიან ბევრი მოკლედ ესე ჩვენ სადმივდივართ როგორც ყველაფერში ბალანსი უნდა იყოს და როცა ვამბობ შენი ზომა უნდა გესმოთ. შენი ზომა უნდა გესმოდეს ისი გატარება შეგიძლია. ისი გატარება შეგიძლია, იმიტომ რომ აი რაღაცა თვალსაზრისით იმის დაცვაც უნდა შეგეძლოს და უნდა იყო ყურადღებით ცენტრში. მაგრამ იცით რა არის ეს საბოლოო ჯამში პოლიტიკური გრავიტაცია რომ ცერამდენად სწორია და მეზიდულობის ამაზე დგას მთელი დედამიწა. შენ დედლების კი არა სამყარო უკაცრავად. მთელი სამყარო, იმიტომ რომ პლანეტები გინდა თუ ეს კიდე ერთმანეთთან რომ იზიდავენ და განიზიდავენ, ხო? თუ ზედმეტად გიზიდავს ვიღაცა და ეცემა და გაქრება პლანეტა და სამყაროსთვის უცებ პლანეტი და მეტეორიტად გადაიქცევი, ხო სწორია? აი ეს არის ჩვენი ბალანსი, რომ ისტორიული ბალანსი ეს კი არა რაღაც ღაპარი და ფანტაზია რო საუბრობ. თუმცა მეორე მხრივ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ამ გზიდან მოშორება, სუჩამოშორება იწვევს აბსოლუტურ სტაგნაციას, აი ეს მინდა გითხრა, აი რა პერიოდია ესე რო თქვა. აი ეს კიდევ ერთი იყო. ჩვენს ისტორიას ვავდა, აი ჩვენ არა, ნახე როგორ ვიწყებთ, რომ აი ჩვენ ერთმანეთ იმ წუთში ვიწყებთ, რომ ჩვენ და იწყება ეს ყველგან ესე არის, ბრიტანეთში, შოტლანდიაშიც და ფიჯის კუნძულებზეც არის, ვერიტას ვიღაცას, მაგრამ ჩვენ წუთში ვიტყვით, აი ჩვენ ქართული გაუტანლობა, სევდა და ტრაგიზმი შემოდის, ჩვენ ქართული გაუტანლობა, ფეოდალები ერთმანეთს ვერიტანენ, აუ ერთმანეთს ებრძვიან იქ. პოლიტიკური მიზეზები ხომ. ხო და სინამდვილეში უცებ აღმოჩნდა, რომ ოქროს ხანაში თითქოს კი გვიყვარს ერთმანეთი, მერე რატოღაც შევიძულეთ ერთ. აი სინამდვილეში ჩვენ რო ფუნქციის გარეშე ვრჩებით. სხვა შორის აი ეს ვიდა თქვა და ერთადერთი მომენტია, რაც მე ესე კარგად გამოკვეთილად მახსოვს, მხატვრულად თითქოს დიდი ჩანართია, მაგრამ ეს არის ჭაბუამი რეჯიბის დათა თუთაშხიას იქ. სადაც საბჭო გზებზე საუბრობს. თუ არ ვიცი, კარიჭაშვილია ის, როგორც საუბრობს, როდესაც საუბრობს, პირველად შემოიტანა, შეიძლება იმ მხატვრულად არ არის ესე მიმზიდველი, როგორც თვითონ დათა თუთაშხიას პოსტულატები, რო ამოსხოლმა, ხო რაღაც მოულოდნელ პოსტულატებს, მაგრამ აი აქ არის რომ საქართველოს ფუნქცია არის რომ ჩვენ აი დავრჩით ჩვენ ამ ფუნქციით ჩვენთვის დავრჩით რო იტყვიან აი ჩვენთვის დავრჩით მაგრამ გზაც არ გადის ჩვენზე ესე ვთქვათ არაფერი და ეს არის სადღაც იწყება სხვა მონღოლებიდან იწყება და მონღოლებიდან დაქვეითება იწყება და აი მერე უკვე თემურლენგი ასამარებს ძალიან ესე ვთქვათ ძიმე ვითარებაში ტოვებს ამ ყველაფერს აი აქ სავაჭრო გზებს ჩვენ გარშემო და მერე იწყება რა თქმა უნდა დიდი აღმოჩენების ხანა და სადაც მე-17 საუკუნის ბოლოსკენ უკვე მთავრდება რა პროცესი, რომ საზღვაო გზებზე გადის უკვე ძირითადი ეს სავაჭრო ესე ვთქვათ მოძრაობა რა როგორც ასეთი. სახმელეთო ვაჭრობა კი როგორ არის ჩვენ წყაროებში ბლომად ხდება ის რომ მაინც გრძელდება, მაგრამ აი ეს ძირითადი ტრანსკონტინენტური სავაჭრო გზები მაინც გადის უკვე ზღვაზე და აი ამ კუთხით ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს დღეს სოფლიოში და საქართველოს ზუსტად აი ამ პროცესში ჯდება, რომ ნელ-ნელა ხდება დაბრუნება ამ სახმელეთო სავაჭრო გზების. ანუ დასავლურმა ძალებმა ის მოახერხეს, რომ საუკუნეების განმავლობაში გემებით მოახერხეს გემებზე გადატანა ამ მთელი სავაჭრო ეს ვთქვათ აქტივობის. დღეს ჩინეთის გამოჩენით რუსეთი, ინდოეთი, ირანი, თურქეთიც ყველანი ეს ვთქვათ მუშაობენ იმაზე, რომ აი ეს სახმელეთო გზები ამუშავდეს. ცივი ომის დროსაც იყო ძალიან ესე ვთქვათ ჩამორჩენილი და ძირითადად მაინც სავაჭრო საზღვაო გზებზე იყო. მე-19 საუკუნეში ვხედავთ ამას, რუსებიც კი ცდილობენ იმას, რომ იქნებ ზღვებით მოახერხოთ რამენაერით, იმიტომ რომ სახმელეთო სავაჭრო გზა ისეთი მსხვილი არ იყო, როგორც მაგალითად ინგლისელებს ან ფრანგებს ჰქონდათ. ხო და ერთ-ერთი აზრი, საიდანაც ახლა მინდა რომ წავიყვანო ეს მსჯელობა არის ის, რომ აი ამ ბოლო აწლეულების განმავლობაში ჩვენ ხედავთ აღმავლობას ესე ვთქვათ, აი ამ სახმელეთო სავაჭრო გზების და სადაც უკვე ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები ამ აქტიურ როლს თამაშობენ
და საქართველოს ზუსტად აი ამ კომპონენტში ჯდება. საქართველოზე სახმელეთო სავაჭრო გზა გადის. ის სავაჭრო გზა, რომელიც აღმოჩენებამდე გადიოდა რეალურად, ხო? უხეშად რო ვთქვა, შეიძლება ზუსტად იმ მონახაზით არა, მაგრამ კონცეპტუალურად ეს იყო, რომ შენ აკონტროლებდი ლაშა გიორგის დროს აი ამ სავაჭრო გზებს და აი ამ სხვილ რაღაცა სავაჭრო ქალაქებს, სომხურ და არა სომხურ ქალაქებს სამხრეთით, ხო? და აი ამ პერსპექტივაში რო შევხედოთ, საქართველოს ძალიან კარგად ჯდება აი იმ იდეაში, რომ რასაც აკეთებს თურქეთი ერაყთან მიმართებაში, იმ განვითარების გზა, ხო? რასაც ავითარებს, რასაც ირანი ცდილობს რომ გააკეთოს სიტყვაზე ერაყთან მიმართებაში. ან ეს არასის დერეფანი სიტყვაზე, რომელიც გადიოდა და გადის ჯერ კიდევ ირანის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე. ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანი რუსეთიდან ინდოეთამდე რეალურად. ესეც არის სახმელეთო გზა. ჩინეთის მიერ შექმნილი ეს თქო სავაჭრო გზები ძირითადად მაინც გადის როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთზე. ინდოეთიც ამას აწვება. ავღანეთზე გამავალი ახალი სავაჭრო გზები, აი თალიბანის დაბრუნების შემდეგ, ზუსტად ის არის, რომ ჰერატიდან მაზარი შარიფამდე ახალი სავაჭრო გზების გაყვანა უნდა და შემდეგ ცენტრალური აზია დააკავშირონ ირანს ან სიტყვაზე ინდოეთს და ეს ყველაფერი მათზე გავიდეს. ანუ ეს ყველაფერი არის სიახლე, რასაც ჩვენ ვერ ხედავდით დაახლოებით მე-18 საუკუნის დასაწყისიდან. იმიტომ რომ სავაჭრო გზები ძირითადად გადიოდა აზიიდან ევროპაში და პირიქით ზღვით. ეგ არის ძალიან საინტერესო თემა, ანუ მთლიანობაში მაგას ერთი ძალიან სუყე მიზეზი ალბათ რაც აქვს, არის ის კონფლიქტები, რომელიც არსებობს სხვადასხვა სახელმწიფოებს, სხვადასხვა ერებს შორის მაშინ და სხვადასხვა ჯგუფებს შორის და ასე შემდეგ. კი ბატონო, იმიტომ რომ აი პირობითად რომ წარმოვიდგინოთ, ხო, დღესაც ამდენადაც ვიცი, იაპონიიდან ცენტრალურ აზიაში ტვირთები შავი ზღვით შედის. ანუ როგორც არ უნდა უცნაური იყოს, ახლა იქიდან რატო უნდა ჩაიტანო ცენტრალურად? ინდოეთიდანაც პრინციპში, ესენი ჩრდილოეთით ვერ გადიან, ან ირანით, ან შავი ზღვით. კი ბატონო, ხო, ანუ ამხელა წრის დარტყმა გიწევს იმისთვის, რომ აქვე ვიტყვით კიდევ ერთხელ რომ ვიხსენოთ, ვინაიდან მაინც ესეთი ახალბური კუთხით უყურებთ, რომ აი თემურლენგი ვახსენოთ ჩვენ და თემურლენგის პრინციპი დავარქვათ, ახლა ტრამპის გზა დავარქვით, რომ ესე იგი შენი გზა დატოვე, თემურლენგის არა პრინციპი გზას არ ვამბობ, რომ გინდა გზა დავარქვათ, რომ უნდა გააჩინო ცეცხლის კერები და მაშინ ცეცხლის კერა ბურები და დატოვო ერთი გზა ეს იყო. ამიტომ შენ კონფლიქტებს როგორ შეიძლება ეცი შევხედოთ ჩვენ. კონფლიქტის კერის წარმოშობა არ ვამბობ სად და როგორ იგეგმება, ყოველ სადღაც იგეგმება კაპიტალიზმი. ნუ ახლა მე-19 საუკუნეზე თუ საუბრობ და მე-18-ზე ინგლისი ძირითადად მაგას აკეთებდა საკუთარი სავაჭრო გზების შესანარჩუნებლად. ხო, კონკრეტიკის გარეშე გვხვდება, ნახე რა არის, როდესაც აბსოლუტური მოცემულობა არსებობს, აბსოლუტური მონოცემულობა, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი რა არის აბრეშუმის გზა, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს სავაჭროდ. ეს ხდება შუმერების დროს, ნუ ყოველთვის და მოხდება და ყოველთვის ეს ალექსანდრე მაკედონელიც ამას და საბოლოო ჯამში მე კიდევ ვთქვი, რომ მაგალითად, როდესაც ხოსრო და იუსტინიანე ორი ბიზანტიის იმპერატორი და აია სოფიას ამშენებელი, ერთ-ერთი დიდი იმპერატორი რომისა, ხო, ბიზანტიის რომის და ხოსრო, ნუ ასევე ერთი დიდი წარმომადგენელი ერთმანეთს ომობენ და დიდებულები და სინამდვილეში არიან დიდი კაპიტალის უბრალო ჯარისკაცები და იმ ინტერესებს გამოხატავდნენ, თორე ხა პიროვნულად რა უნდა ეკეთებინა და თუ ხო ეს არის, მაგრამ ნახე რა არის და რატომ მივაქციო და ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი. შენ თუ აჩენი კონფლიქტის კერებს ბუნებრივად ტოვებ იმ გზას, სადაც ივლის ეს ვითარება. ამიტომ ჩვენ კონფლიქტებს იმედოქან შევხედოთ, რომ იქ თვითონ იმად ეს თავისთავად ექსტრემული უბედურება, ნგრევა, ტრაგედია და აქ შეიძლება ვერ ისაუბრო, მაგრამ ამავე დროს უნდა დაახედო ამ კონფლიქტების შედეგად ვინ იგებს აქედან, სად გადავა ეს ამბავი. ამიტომ საქართველოს ეს შევხედოთ, საქართველოში იქნება კონფლიქტი, ეს არის საქართველოსთვის ესე ვთქვათ ტრაგედია, სახელმწიფოებრივი, პიროვნული ყველაფერი, მაგრამ ეს ნიშნავს ამ ფუნქციებიდან გვერდზე მოშორებას. უკან დაბრუნება აქ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ქართული რიგი ჩვევები. აი ასეც უნდა შევხედოთ. ამიტომ კონფლიქტის გაჩაღება რა მინდა, ეს კონფლიქტის გაჩაღება სადღაც ეს არის ხოლმე უკან დიდი ინტერესების სფერო. კონფლიქტი არ არის იაფი თემა. ეკონომიკური ინტერესი. ხო და მაგას მე იმის კითხვა მინდოდა, აი მაგალითად როცა სამხრეთი ჩრდილოეთის დერეფანი ვახსენეთ, პრინციპში ინდოეთიდან ასე ვთქვათ პეტერბურგამდე ეს არის ყველაზე მოკლე გზა. ხო?
მეტიც თუ აი წარმოვიდგენთ თეორიულად რომ პაკისტანს და ინდოეთს შორის კონფლიქტი არ არსებობს და იქ შეიძლება რომ სახმელეთო ინფრასტრუქტურა მოეწყოს ირანზე გამავალი და შემდეგ აი ესე ვთქვათ კავკასიაზე გამავალი, ну არ ვიცი, ალბათ 10 დღეში ინდოეთიდან პეტერბურგში ჩავატვირთი. თეორიას ვამბობ, მაგრამ აი სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. შეიძლება პაკისტანს და ინდოეთს შორის კონფლიქტი დასრულდეს. ანუ ტრამპმა კი დაასრულა 8 ომი ახლა, მაგრამ აი გუშინ მაგალითად ტაილანდმა და კამბოჯამ ისევ დაიწყეს ერთმანეთის დაბომბვა. ღაზაში. არა, ეგ ერთი დამთავრებულია. ხო, მეცხრედ ერთხელ ხო დაამთავრა, ახლა მეორე დაამთავრა. ну ღაზაში ომი როგორ დასრულდა, კი ვხედავთ, ხო? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აღარ უკრაინაში რა პრობლემებია და ასე შემდეგ. ანუ ის რომ თქვა სახმელეთო მაგისტრალები თითქოს იძენენ ისევ თქვა ტენდენციას. ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა ამ სახმელეთო მაგისტრალების მიმართ სწორედ ეს კონფლიქტებია, ხო? და თუ გავითვალისწინებთ, რომ ვინ ბატოობდა აქამდე ტრანსპორტირებაში, ესა თქვა, ეგრეთ წოდებული ანგლოსაქსონური სამყარო, ხო? აი მათი ინტერესი რამდენად შეიძლება იყოს, რომ ეს მართლაც მოეწყოს და მათ დაკარგონ ეს კონტროლი. სუეცის არხს ისინი აკონტროლებენ, ხო? სუეცის არხი თუ ჩაიკეტა, შემდეგ შემოსასვლელ, ასე ვთქვათ, აფრიკის შემოვლით გზას და ხმელთაშუა ზღვას აკონტროლებენ, ატლანტის ოკეანე, წყნარი ოკეანე, ასე შემდეგ. ანუ საზღვაო გზებს აკონტროლებენ ისინი. ახლა იქმნება თითქოს აი ამ ეგრეთ წოდებულ გეოპოლიტიკურ გადანადგებაში პოტენციალი იმისა, რომ საზღვაო გზები ჩანაცვლდეს ამით. მაგრამ აი ისევ და ისევ ამ ვაწყდებით აი ამ პოტენციალს, აი ამ შესაძლებლობას კონფლიქტებისას, ხო? კი ბატონო, კი ეს მართლაც არის მთავარი პრობლემა. ახლა პაკისტანსა და ინდოეთს შორის რამდენად მოხერხდება ახლა მოგვარება პაკისტანს და ინდოეთს, ავღანეთსა და კი და თუნდაც ავღანეთსა და პაკისტანს შორისაც ახლა ისინი ბომბავდნენ ერთმანეთს განმავლობაში და ამიტომაც კი ეს კარგი კითხვაა და მართლაც თუ ამუშავდა ეს ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანი ისე დონეზე რომ მან გარკვეულწილად დიდი კონკურენცია გაუწიოს თუნდაც ინდოეთის ვაჭრობას უკვე ევროპასთან ან თუნდაც ჩრდილოეთ ევროპასთან რა თქმა უნდა მან უკვე გათამაშება სხვაგვარი წავა და უკვე დასავლური ძალებიც და იქნებიან დაინტერესებულები გათვლაში როგორც ვიცი სადღაც სამჯერ ამცირებს ხანგრძლივობას ტვირთის გადატანის ეს სამხრეთის პრობლემა იყო ის რომ საკითხი ისე დგას, ბეროთ უფრო უსაფრთხო არის ეს საზღვაო ასე ვთქვათ მიმართულება, მაგრამ ჩვენ ნახეთ რომ იქ სიტყვაზე ხუსიტები და კი ბატონო იემენის საკითხი დადგა. ხო, სხვა შეიძლება არ იყოს სწორი ტერმინი, როგორც ვეძახეთ, მაგრამ საზღვაომ, როდესაც ეს დაიწყო საზღვაოზე რომ გადავიდა თურქეთი, ხო? ანუ პირობითად დავარქვათ ვასკო და გამას პერიოდიდან ეს მაშინ მართლაც ბევრად უფრო იაფი იყო და წარმოიდგინეთ უფრო უსაფრთხოც როგორც არ უნდა გვეგონოს, ხო? 10 გემი და როგორც ვიცი ერთი გემი რო დაბრუნებული იყო 100 მაგათ იგებდა მოკლედ თელ ამ ну მაგის გარდა ახლა ინგლისის ზღვაზე ვერავინ ვერ ეჭიდავებოდა. ну მადამ ინგლისელები და სხვები იყო მაგრამ ტექნოლოგიებიც შეიცვალა. ამიტომ ტექნოლოგიების შეცვლამაც განაპირობა ისევ დაბრუნება ხმელეთს, იმიტომ რომ აჩქარდა მატარებელი მაშინ ახლა საერთოდ არ იყო ხო, მარტო აკლები მატარებელი აჩქარდა ესე და გარდა მაგისა საზღვაო მილები გაიყვანეს ენერგორესურსების გადასაწყვეტი და ესე იგი უფრო იყო რომ საზღვაო იყო უფრო იაფი და ხმელეთზე კონფლიქტების მოწყობა იყო უფრო იაფი. ეხლა დღეს საზღვაო კონფლიქტებიც გაიაფთა უკვე ტექნოლოგიების ესე ვთქვათ შედეგად, ამიტომ ხმელეთი თითქოს ესე ჩანს და ასე ვთქვი ვარ თუ უკვე კონკურენტი ხდება ზღვისაც. ხმელეთი აღარ არის ესე ვთქვათ ისეთი ძვირი უკვე როგორც კიანობაში რო და თან პლუს თავის კონფლიქტი. მოკლედ ეხლა მიდის ბალანსი რო თქვით კონფლიქტებსა და აი გზების ჩამოყალიბებას. აი პროცესში ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ კიდე სახმელეთოს სასარგებლოდ ამ შემთხვევაში, ხო? სახმელეთო გადაზიდვებით დაინტერესებული ორი დიდი სახელმწიფო, მათ შორის არის ორი ძალიან სერიოზული ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყანა, ამ შემთხვევაში ჩინეთი და რუსეთი. ანუ მათთან კონფლიქტის დაწყება არც ისეთი მარტივი ამბავი არ არის, ვინც არ უნდა იყოს დედამიწის ზურგზე. თუმცა აი წინა კითხვისას რო ახსენეთ, ანუ რამდენად აწყობთ ხო? ну ესე გავიაზრე ეს კითხვა რომ ანგლოსაქსონურ სამყაროს რომ აი ეს სახმელეთო გზები ხო ну ალბათ არ აწყობთ, მაგრამ რესურსი აქვს ეგ მეორე საკითხი. ეხლა გამახსენდა უცებ აი მაკინდერიც პრინციპში ამას წერდა რომ ჩვენი ზღვით მივდივარ და აფრიკას და სხვა ტერიტორიებს ვიპყრობდით, მაგრამ რუსებიც იგივე საკეთებენ ხმელეთი თუ და თან რკინიგზას იყვანენ უკვე იქითკენ კორეის ნახევარკუნძულისკენ.
აი როგორც კი ინგლისელებმა ეს გაიაზრეს, აი მაშინ უკვე დააჯახეს იაპონია და რუსეთი ერთმანეთს. ხო, აი ეს მოდელი არ მგონია რომ გაქრეს. და იქნება, მაგრამ აქაც კონტრარგუმენტი ისიც იყო კარგი, რომ ეხლა ჩინეთი და რუსეთი არა ბოლოს და ირანიც, რომელიც ბირთვულ იარაღს არ ფლობს, მაგრამ ბალისტიკურებს ქმნის და სხვა შეერაღებს ძალიან მარტივი. ანუ ჩინეთი და რუსეთი კონფლიქტი ისეთი მარტივი აღარ ხდება, ესე ვთქვათ. გიორგი. ხო, შეიძლება კი ასე ითქვას, ანუ მაინც პრაქტიკულად ანუ ამერიკა რა შეცდომას უშვებს. შეიძლება ესე ითქვას, ხო? რომ ის ევრაზიის რუკაზე ამეგობრებს რუსეთს, ჩინეთს, ირანს და ინდოეთს ამ ბოლო დროს. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ტრამპი ცდილობს იმას, რომ იცი რა არის, მე რუსებთან დავალაგებ ურთიერთობას იმისათვის, რომ მე ესენი ჩემ მხარეს გადავიდნენ და ცივილიზაციურად ჩემთან ახლოს არიან და ასე შემდეგ, მაგრამ რუსები უფრო ბალანსირების მოხრენი იქნებიან, ვიდრე უბრალოდ აიღონ და გადაწყვეტონ, რომ აი გავწყვეტოთ ურთიერთობა ჩინეთთან. ეგ თითქოს თქვენს კიდევაც, ანუ ერთ-ერთი თემა იყო ანქორიჩში შეხვედრისას ასეთი, რომ კი ბატონო, შენთან კი შევთანხმდებით, მაგრამ შენ წახვალ და მე რას შვები. ეს არის ხო ზუსტად. იმიტომ რომ ანუ ტრამპზე დამოკიდებულებას პუტინი არ გარისკავს, ასე ვთქვათ. ბალანსი იქნება ალბათ ის ჩვენ გავდივართ ემოსავონდი, რომ მაინც ჩვენ მაინც მოკლე ისტორიიდან ვუყურებთ. ნუ ესე ჩამოყალიბდა ჩვენი პოლიტიკური ცნობიერების ტრადიცია, მაინც ეს იწყება წარსულზე რო არ ვილაპარაკოთ 30-40 წელიწადია ხო ჩვენ დამოუკიდებელი მაინც ჩავერთეთ. სხვადასხვა ერთ-ერთი ამის გამოხატულება არის, ხლა ამ წუთიც რაც ითქვა, რომ ამერიკელები შეცდომა. კი არ გადაევია მელახე, კი რასაკვირველია, ხა ჭადრაკის პარტია ერთიც უნდა შეეშალოს მეორეს, მაგრამ მეორე არის სტრატეგიული ხაზი, რასაც ჩინელები შვებიან, იმიტომ რომ ტრამპს დაახლოებით თვალსაზრისით ჩინელები აკეთებენ იმას, რაც დაიწყეს ჯერ კიდევ გუბილიოვი წერდა, ეს არის ის მონღოლების იმპერიასაც ვეძახით, რომელიც სიამდვილეში იდგა ჩინურ კაპიტალზე და ჩინურ ინტელექტზე და ჩინურ გამოცდილებაზე, სხვათა შორის რომელიც ჩვენთან ცუდად არის შესწავლილი არაცნობის მოყარების და ისტორიის თვალსაზრისით, არამედ სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისით. იგივე შევთხოვით არ თქვი, კაილის გამოივლის ჩვენი პოლიტიკოსი და ეს მის განხილებას ფეთყოლებს, აი მონღოლები ველურები გაივლის, ხო, ეს სხვათა შორის ჩვევია ხალ ვიღაცა მე ის კი არა ვარ რაღაც იტყვი და ამ წუთში ისახარ და იმაზე უარესი, რატო მონღოლებმა სხვათა შორის ჩინგის-ხანის დროს ჩაატარეს მეგწიოთ ტესტები სახელმწიფო გამოცდაზე, სახელმწიფო მოხელის გამოცდა. და მას ჩინელებმა მრჩევლობა უთხრეს და დაუსაბუთეს, რომ შენ უფლება მიეცე არა მხოლოდ მონღოლებს, არამედ ჩინელებსაც და მონებსაც უпроსწორეთ. მონებსაც მიეციო და უნიკალური ამბავი მოხდა. მონებს მიცეს უფლება ტყვეებს, რომელიც აი ჭურჭელს რეცხავდა. და პირველივე და სიკვდილით ისჯებოდა, მეგწიოთ სიკვდილით ისჯებოდა გაყალბება არჩევნებში, ეგრეთ წოდებული. პირდაპირ მაგი არ უჭირდათ, ეგ იცოდნენ ხუთიანზე. და 12500 ჩინოვნიკი გამოვლინდა და უმეტესობა იყო ჩინელიო. თელამს ვითარებაში. ანუ რა სახმელეთო იმას გითხარით, ეს ერთი დიდი იმპერია იყო. რომელიც ამის კონცეფციით იყო, რომელიც იმართებოდა ამბეთ იყო. გუმილიოვი ამბობდა, აი რა თუ შეცდომაზე ვისაუბრებთ, რომ ეს რუსეთი უნდა იქნას გამოყენებულიო ბუფერათო და პირიქით ანტიჩინურ თემათო. მაგრამ ახლა ამ წიგს ხო აქეთ არ გვიყავს კითხვა, მაგრამ ჩინელები იკითხულობენ თავისას ხოქმდნენ და სხვაშორის გუბილიავს უწერია, რომ ის მონღოლებმა რო ილაშქრეს და ჩვენ დიდი ამბავი ის იყო ჩინელების დაზვერვა, რაზვედკას ბოე მოწერია. უბრალოდ დაზვერესო მონღოლები თუ რომელიც 1 მილიონი იყვნენ და ცხენზეჯდომა და ეს თქვათ ეს ბრძოლა იცოდნენ. და იმპერიის არსი რა იყო, ეს იცოდნენ ჩილე. აი ხლა თანდათან აი ამ სივრცესთან ვართ, ესე იგი დამოკიდებული. ესე იგი საზღვაო სივრცე უპირისპირდება და ბალანსირებს უпроსწორად ვთქვათ სახმელეთოსთან და ისევ ჩვენთან დაუბრუნდეთ საქართველოში. აი ჩვენ ამ პროცესში ვართ ამ გარდატეხის ეტაპზე. ჩვენ თუ ცეცხლი აქ არ დაენთო, ანუ თემურლენგმა პირობით თემურლენგმა თავისი პრინციპი ვერ განახორციელა, ჩვენ თამაში ვართ და უნდა ვცადოთ, რომ ჩვენც ვიყოთ ჩვენი მონაწილეები, ნუ ეს ჩვენი ვარაუდია და ხლა ვთქვით, რომ არც ზედმეტი არ უნდა მოინდობო, რომ არც რო დაიცვა და ამის მაგალითსაც გეტყვით ზედმეტს რო ინდომებ და ბევრი რო გაქვს მე როგორ გიჭირს, აი ვენეცია მიჩოვა, რაც კი ფული შეიძლებოდა რომ ეშოვა
დედამიწის აი რო იტყვიან ფინალში გავიდა და ფინალის მოიგო, მაგრამ რა აღმოჩნდა რომ ერთი პატარა ლაგუნა საბოლოო ჯამში და ის ამის დაცვას ვერ შეძლებს. ამის დაცვას უნდა შეერთებული შტატები. თუ შეერთებული პირობითად ვამბობ, რომ ვინც მემკვიდრეა, თუმცა არ ძალიან შორს არ არის. თუ უკან არ გიყენია უზარმაზარი მოსახლეობა, თუ არ გიყენია ავიამზიდები, თუ არ გიყენია უახლესი ტექნოლოგია, ეგრე არ არის ეს დედამიწა ბიძია მოწყობილი, შენახლა ფული იშოვე და კრიალოსანი დათვალე. თეთრი ბაირაკი ჯეფერსონმა მაგირო თქვა 200 მილიონი კაცი ყავდა და 2 მილიონი ჯარი ყავდა კიდევ. ხო, მაგირო თქვა, ამიტომ მაგი ხეცი. მაგი რო გითხრა, ერთ-ერთი ამბავია პრინციპებზე ვამბობ და მე მივხვდ ხოლმე ხშირად მუჭა ნახევარ არის მუჭანახევარი გენიალური ანდაზა ის ზღაპარი ქართული აი გენიალური ზღაპარი რატო ეცენა მე მუჭანახევარი ამბობს ყოველთვის სწორს რომ დააგვირვარი იქ არ ამბობს სადაც უნდა თქვას მაგიტო დადის გალახული მარტობა სიმართლის თქვა არ ყოფნის 1000-ათო რო იტყვი თავის ადგილას უნდა თქვა მაი რო იცი შენ ყოველთვის არ უნდა თქვა იქ უნდა თქვა ანუ ჩვენი სიტუაციაც რა ვიცი პირველია ჩვენ რას გვიჩვენებს რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და იმის იმედად რომ ვიყოთ რომ ხა ვიღაცა მოვა და შენ დედა რა მაგარი ქართული კულტურა გაქვს და მოდი ახლა შენ შეგიყვარებ ჩეუბატონ და არ გინდა ახლა შრომა და ფულს მოგცემო სხვათა შორის დაპირებები არ ვამბობ ახლა მე პოლიტიკურებაზე არ შევდივარ დაპირებები რო არის ხოლმე ყველგან აინახე ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირთან მიმართებაში აი ესე მოხდებოდა და იგივე სიტუაცია ერთ-ერთზე გადმოვიდა და ხდება გავირო და გადმოვიდა ევროკავშირთან მიმართებაში და აბსოლუტური მავნე დაპირებები და თავისი არსით პირდაპირ საბჭოთა რო იტყვიან პიონერთა ბანაკში დაბადებული დაპირება. შენ გინდა კარგი პენსია. შევიდეთ ევროკავშირში, იმას შრომაზე კი არ არის გადატანილი და ფუნქციაზე. შენ თუ გინდა ღირსეული პენსია, შენ თუ გინდა ღირსეული ცხოვრება, შენ თუ გინდა დიდი სუპერმარკეტი, ბევრი ჯინსები, ბევრი ყავა დალიო და აქეთ-იქითია, რომ შედი ევროკავშირში თითქოს ეს ყოფილა საკმარისი და მოგიტე და აღყარდება ამ ქვეყნიური სამოთხე. აი ეს არის ერთ-ერთი ამის გამოდინება და არა ის რომ შენი ფუნქცია უნდა იყოს და ეხლა დავბრუნდეთ ახლა ესე იგი ჩვენ ესე ხა ვთქვათ რომ ჩვენს გადაცემა მორჩა და თუცა ეს ბოლოჯერ კი არა და ესე ვთქვათ ერთ-ერთი პირველად არის რაც ახლა გაისმა და თქვენ ბრძანეთ და თუცა ეს აი ისტორიულ წყაროზე არის ოქროს საუკუნესთან შედარებით ეს არის ვიტყვით ეს არის ცივი წყალივით არის ერთდროულად არა სადღეს ვითარება ჩვენი დროში დავიწყებთ აი გაჭიროება ქვეყანაში რაღაცა და უცებად არის მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ფუნქციურად პარება მაგრამ რა არის რომ ჯერჯერობით აი ყიფე აი ბოლომდე არ არის თქვენ ჭრილობები შეხორცებული რომ შეიძლება ჩვენ ამაში გავახციოთ აი ამის ერთ-ერთი მთავარი წინაპირი ეს რო გახორციელდეს რა არის როგორ გეჩვენება და ეს რო შედგეს და ეს რეალობაში დავიდახოთ იმიტომ რომ მე მინდა ის რომ დღევანდელ არა ჩუპიდაპირ არ შეგვიდარებია მაგრამ დღევანდელ საქართველოსთან ოქროს საუკუნეს სცენება ეს ბევრისთვის არის კრეხელობა ან რაღაცა სისულელის და ფანტაზიის რაღაც ფორმა თუმცა აქვე არის პარალელურად ვიტყოდი რომ ხშირად აი როცა ვამბობთ ხოლმე აი მე-18 საუკუნეში იმიტომ რომ მოწყვეტილი ვიყავით ამ ყველაფერს ამ პროცესს მაგალითად ჩვენი საგარეო პოლიტიკა ესე იგი საქართველოში იყო ესეთი ვითარება რომ წერა კითხვა არ იცოდა არავინ ერეკლეს გაფიცვა მოუწყვეს რამის სქერო არის რომ წერა კითხვა რატო გჭირდებაო და ერეკლეს შულს თავის გენმწყინვალიდან კაბასობაში უწერია რომ განათლების მინისტრი ეუბნება მაშინ წიგნობა თუხუცესი ერეკლესი და აღმოჩნდა რომ წერა კითხვა არ იცოდაო უბრალოდ კითხვა იცოდაო თორ მახსოვდა წერა კითხვა არ იცოდაო და მეორე იცოდა პირიქითო და ეს კითხვა ესე კითხე როგორ არ იცოდა რა თქინდაო მე არც მამაჩება არ იცოდაო და არც ბაბუა ესო ჩვენი საგვარეულო ამბავი არ იცოდა ჩვენი კი ბატონო კაი კაცი იყო და ყველაფერი აი შეგვინდოზე ხშირად საუბრობ ხოლმე და ჩვენი შერგილი ერქვა სახელად ეს მახსოვს და გონი ჭილაძეა თუ გაუშვეს მსმელი ჩვენ საგარეო პოლიტიკაში და შახი მოკლას მასში. აი ეს იყო ჩვენი საგარეო პირდაპირ მნიშვნელობით არ ხო? კაი კაცი ხო არა, ხო აი ნახე, ამას რა იწევდა, იცი? აი აბსოლუტური, ეხლა წარმოიდგინე ამ პროცესები მიდის სოფლიოში ხო აი უკვე იქ რაღაცა მუშაობაში გაწვით რაღაცა მუშაობენ ხალხი სოფლიო პოლიტიკაზეა. ეხლა ფილოსოფიური კითხვით თუ შევხედავ და უმერხაიემით გასპარიც კიდევ ვინ უფრო სწორად და ეს ჩავიდა შახი მოკლას მასში. პირდაპირ შევ გაუხეთქა კუჭი.
ხო, აი ხიფათები აი სპიდა რა ჩვენ ახლა ხო, რისი გაკეთება შეიძლება, ხო, ეს შეიძლება და რა უნდა რისკენ უნდა პოლიტიკური იცი რა, მოდი ერთ რისკს, ერთ გამოწვევას კიდე დავამატებ, იმიტომ რომ ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ ჩვენ ვისაუბრეთ, ასე ვთქვათ, ტვირთების გადაზიდვაზე, პროდუქციის, ასე ვთქვათ, მოძრაობაზე, სახმელეთო მაგისტრალებს და ასე შემდეგ და აუცილებლად უნდა შევეხოთ ენერგორესურსების მოძრაობას. მაგასთან ერთად არის, იმიტომ რომ აი რისკებში შედის ეგეც. რისკებში შედის ეგეც. მე ვიდოდა, კაცრავად, ეს ვიდოდა რომ ისტორიის გადასახადი და როგორ ჩანს. აი მე ამ შემთხვევაში პოლიტიკური ის კი არ მინდა ახლა დღევანდელი ის და ბიჭი რომ დაგვირდა რა შევალდა 500 თუ 1500 ლარი პენსია გვექნება. აი წლების განმავლობაში აი პირველად 2021-ში დავწერეთ 22-დან რომ საქართველოს უნდა გაატაროს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა. დღეს ამაზე ღიად ასე არ საუბრობენ შეიძლება, მაგრამ ჩემი როგორც სიტყვაზე კვლევის დამკვირვებლის თქვათ აზრი, რომ დღეს სოფლიოში შენ არ უნდა იყო რომელიმე ერთ მოთამაშესთან მიმული და ეს იქნება უბრალოდ მავნებლობა შენი საგარეო პოლიტიკისთვის. შენ პირიქით მრავალი ეს პარტნიორობა უნდა დაამყარო მრავალ ქვეყანასთან და აი ამ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკით შენ უნდა შეეცადო დააბალანსო სხვადასხვა მოთამაშის ინტერესები ისე დონეზე, რომ არც ერთ მათთაგანს არ მოისურვოს ან ვერც შეძლოს პრინციპში შენი სრულად ეს თქვა ჩაყრობა. აი ეს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა გაატარებს საქართველოს, ატარებს თუ არა და შემდეგ ეს სხვა სამსჯელო თემა არის, მაგრამ დღეს ერთ რომელიმე კონკრეტულ ბლოკთან ან ერთ რომელიმე მოთამაშესთან მიბმა შენი ეკონომიკის თუ პოლიტიკური აზროვნების და ასე ვთქვათ მიმართულების არ არის მონგებიანი დღეს. დღეს რუსეთი, აი სამხრეთ კავკასიის ისტორიულ ჭრილში გადავხედოთ დღეს. სამხრეთ კავკასიაში რამდენი მოთამაშე ყავს დღეს? რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი. ინდოეთიც კი შორიდან იყურება. ხო, და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები, რომელიც უფრო მეტ ფულს დებენ აქ. მე საქართველოს ისტორიიდან არ მახსენდება პერიოდი, როდესაც ამდენი მოთამაშე ერთდროულად იყო ჩართული ამ პატარა რეგიონში. მაქსიმუმი იყო 3. თქვენ ხაზარები ახსენეთ. ხაზარები, არაბები და ბიზანტიელები. რუსები ხოლმე. კი ბატონო, რუსები, ირანელები და რომი, სპარსეთი, ზოგჯერ 2-ია ხოლმე. აი ზოგჯერ 3 მაქსიმუმი 3-ია. ხუნები იქ რაღაცა მაქსიმუმი 3. დღეს ჩვენ მეტი გვაქვს 6. მე უნდა ვითამაშო მათ შორის. მე უნდა დავპატიჟო ყველა და ყველას კონდეს გარკვეული ინტერესი აქვს და მე ამით უნდა ვაბალანსებდე ერთი მეორის წინააღმდეგ. ამ მომენტისთვის მე ხედავ აი მრავალვექტორულ პოლიტიკას როგორც ხერხს შენი თავის გადარჩენისა და შენი ადგილის პოვნის და განვითარების. სხვაგვარად მე მივეკედლო მხოლოდ ჩინეთს, მხოლოდ რუსეთს, მხოლოდ თურქეთს, მხოლოდ ევროკავშირს, ან ირანს, ან ინდოეთს. არ მგონია გონგებიანი იყოს. კი ბატონო, ერთი მინდა დავძინო ნახე, ისტორიაზე ვსაუბრობ ჩვენ. სხვათა შორის ისე მომენტო ჩვენ ცოტა ვსაუბრობთ ისტორიაზე. რო თქვა აი იცი შენ რომ სიტყვის თავისუფლება და მე ამ ჩვენ ექსპერტ ანალიტიკოსებს მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვარ გაწყობილი, არა იმიტომ რომ ეს სფერო არა, ეს სფერო საინტერესოა, მაგრამ ნუ ერთ წიგნი მაინც უნდა გქონდეს საკითხული და აი ისტორიის წამოწევა ბევრ ამას შვება და სწორად გააზრება, იმიტომ რომ ჩვენ მომავალს ხედავთ. აი მაგალითად თემურლენგი ხშირად ვახსენე. ძალიან საინტერესო პერიოდია და ძალიან შესასწავლი ახლა. თემურლენგის ლაძღვას რა უნდა ვისაც გინდა იმას გალანწყავ, მაგრამ და იქ არის ძალიან საინტერესო მეფე ჩვენი. საინტერესო არც კარგს ნიშნავს, არც ცუდს თავისთავად. პიროვნულად ალბათ ერთ-ერთი შეუპოვარი მეფეა სოფლიო ისტორიაში, რო ვთქვათ. ნუ აი სრული შეუპოვრობის ეტალონი არის, აი რო დადგა და ამის გარეშე არ არსებობს, მაგრამ ჩვენ მე მინდა ჩვენ დამოკიდებულებაში და არც კარგს და ცუდს არ ვაქვს ჩვენ ახლა არც ამის დრო გვაქვს და არც არ არის ამაზე თუმცა ძალიან საინტერესო იქნებოდა აქ მსჯელობების მოსმენა. ბევრი კამათი იყო ხოლმე თქვენ მე ახალგაზრდები ხართ ადრეც სახელმწიფოში ეს გიორგი ერთი ნაწილი იყო ძალიან ამართლებდა და მეორე კატეგორიულად ამტყუნებდა. თუმცა ახლა ისტორიის პერსონაჟის მიმართ ეგეთი მიდგომა რამდენად არის ამართლება ამტყუნებ ახლა გეგონება ჩვენ რო ახლა ძალიან გავაკეთებთ. ხო, რამე შეიცვლება. მაგრამ ფაქტი ერთია რომ რამდენად ხდებოდა ჩვენ რო პოლიტიკურ აი უყურეთ პოლიტიკურ
ფიგურას მაშინ და დღეს რამდენად ხდება აი ახლა რაც ემილმა თქვა აი ამის გათვალისწინება გეოპოლიტიკური კონტექსტზე რომელიც ის მოქმედებდა აი როცა ვამბობთ დავით აღმაშენებელზე და ჩვენ თუ გავაგრძელებთ ამ ასეთ ტიპის საუბრებს ვისაუბრებთ დავით აღმაშენებელი ჩანს რომ პოლიტიკურ კონტექსტს ნამდვილად ითვალისწინებს ეს აშკარად ჩანს და სხვა კუთხეებში ჩანს ხოლმე რომ მეფეები ამას ითვალისწინებენ ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტს მაგრამ აი გიორგი რამდენად ითვალისწინებდა ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტს, როდესაც აი ეს ვიდა გითხოთ, როდესაც მისი ქმედებიდან ეს ასე ვთქვათ, რამდენად ჩანს. აი ისეთ იმასთან დამოკიდებულებაში თემურლენგთან, რომელიც სიტყვა და საქმე ერთი იყო და რომელსაც ცრებლების არ ჯეროდა. ხმე თქვი, აი რომელიცაც არაფერს არ ღირდა ჩვენსაც ვლაპარაკობთ, მაგრამ მას აშჯერ უფრო დიდი უბედურება წარმოიდგინე საქართველოში რაც დაატრიალა მეტი რა უნდა ეკთა და მეც გეტყვით ახლა ვიდეო აი რო დავდივარ საქართველოს ჩვენ დიდებულ ციხე ქალაქების ნანგრევებს უყურებთ ამათი 90% თუ მეტი არა თემურლენგის დროს დაინგრა მან ეს პირდაპირ მიზანი ქონდა აი არ ეზარებოდა კი არა ბაჭირდებოდა და მან გაასწორა მიწას სხვაგან უფრო მეტი ქდა რუსეთში რო ამობ დღევანდელი და ოქროს ურდოში ვერ პოულობენ ქალაქებს ხო საერთოდ არა საერთოდ ქალაქები დაანგრა არა ვერ პოულობენ სად არის ისე ინდოეთში რაც აი ამ ქალაქთან ურთიერთობაში აი ამ კაცთან აი ამ პიროვნებას ურთიერთობაში აი ამ ჭრილში როგორ გეჩვენებათ მისი ერთია რომ მან გიორგის ქართულ მეფეს კარგად ქონდა გააზრებული რა ინტერესები აქვს თემურლენგს მთლიანად ახლოაღმოსავლეთში. იმიტომ როგორც კი გადიოდა საქართველოსდან, ეს კაცი გამოჩნდებოდა და ურტყავდა იმ სავაჭრო გზებს, რომლის გაკონტროლებასაც ცდილობდა თემურლენგი სამხრეთით პირდაპირ. იცი სუსტი წერტილი იცოდა. კი, სუსტი წერტილები და ზუსტად ამის შემდეგ თემურლენგი ბრუნდება ისევ. გადის მერე ისევ. და აი ასე შემდეგ რამდენიმეჯერ მიმდინარეობს აი ეს. ცნობილი ისე ვთქვათ, შემოუთulis მე 5 თუ 6 სპერე რომ არ მომიყვანო, თორე ეს საბოლოოდ აღარ დავტოვებო. ეს შეუთulis ისე რომ ქართულ ცხოვრებაში ვერ ხო? დედაშენი შეგერთოს ცოლად თუ არ მოხვიდეო და მოვიდა. ესე იგი ისიც დაბრუნდა. ესე იგი ამ თან მაი ებილმა თქვა, ზუსტად იმ კიდეულ ადგილებში შეუთხავს სავაჭრო გზების ან თემურლენგს რა უნდა რომ თავრიზიდან ტრაპიზონამდე იყო სავაჭრო. აი ტრამპის გზა რო შევებიდა სხვა. აი დაახლოებით იგავდეს კი. აი ზუსტად იქ ურტყავდა გიორგი უკვე და ეს სხვა არაფერია თუ არა იცი სად არის თემურლენგი ტერიტორიულად რა არის მისი სუსტი წერტილები და ისიც იცი რომ დაბრუნდება ის ვერ მოახერხებს შენს ან არ უნდა შენს სრულად ოკუპირებას ან სრულად დაპყრობა შენსას და აქ კიდევ მეორე საკითხი არის რა თქმა უნდა ოქროს ურდო აი გიორგი და იმდროინდელი ქართული სამეფო აბალანსებს ამ ორ დიდ ძალას შორის ხო აქვე არიან კიდევ ოსმალები რომელიც ჯერ არ აწუხებენ საქართველოს ცოტათი მოშორებით არიან თემურლენგვთან ისინი დაამარცხა მანამდე დამარცხებამდეც უკვე საკმაოდ შევიწროებული ყავს ამიტომაც ქართველები ახლა აბალანსებენ როგორც დღეს როგორც ყოველთვის ამ სამ ორ და დიდ მოთამაშეებს რამდენად იყო ის დაბალანსებული ეს ცუდად ჩანს რამდენად იყო ის დაბალანსებული რაც მაშინ საქართველოს რამდენად დააბალანსა მაშინ ბაგრატიონთა სამეფო მაინც და მაინც აი ესეთი სუსტი ჯერ კიდევ არ იყო რომ ერთ-ერთზე მაგალითად ტერთან არ დარჩენილიყო აი ამის ამბიცია ჯერ იყო და ამის ტრადიცია რომ ტერი მე უნდა გამოიწვიო და მტერს უნდა ვეუმო ეს ჯერ კიდევ არის ესეც გასათვალისწინებელია თუმცა აი მე ვამბობ რეალობა ისტორიის ახალგაზრდა რეალობის აქვა რამდენად იყო საქართველოში რომ მაშინ ამ გიორგი მეფის ქმედებებმა რომ ვილაპარაკოთ უკვე დიდ პერსპექტივაში ახლა შეიძლება რომ მე დიდი ისტორიული აღმოჩენები მოხდა საზღვაო გზა და საქართველოს ამ იზოლაციას გარკვეულწილად ალბათ ვერ დააღწევდა თავს მაგრამ ძალიან გატყდა თემურლენგის დროს რო იტყვიან კი საქართველოს დღემდე მოდის ეს ხო შეიძლება აქ რა არის საინტერესო რომ ზუსტად თემურლენგის ლაშქრობების შემდეგ უკვე ტყვეებში ეთნიკურად უკვე ჭარბობს დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებელი. იმ ტყვეებში რომელიც შავი ზღვიდან უკვე გადიოდნენ ხმელთაშუა ზღვაში. იმწოდებელი გახდა ტყვეები. კი ბატონო, ანუ აი ეს სიდუხჭირე ეკონომიკური და ეს ჩაკეტილობა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ თემურლენგმა მოანგრია ყველაფერი გარშემო, საქართველოს გარშემო და საქართველოში. კი ბატონო, უკვე მაშინ ჩანს ის, რომ ეთნიკურად დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებლები, პირველ რიგში მეგრელები როგორც ცალკე, ასე ვთქვათ, ნახსენები ჯგუფი, სულ უფრო მეტად რა უფლება მაქვს ჩვენ რომელიმე სასაუბრებს, მაგრამ
გიორგიმ თავის პოლიტიკა აგო მაინც არა რეალობის საერთო ფაზლში ესე ვთქვა ჩაჯდობაზე არამედ დინარის ესე რაც პირველ დონეზე მოფხილობ დინარის აღმა სიარულზე და აი ამან შეიძლება ის იყო მცდელობა იმისა რომ იზოლაციაში არ ყოფილიყო ქვეყანა ანუ ყურადღების ცენტრში ყოფილიყო მუდმივად რომ რაღაცნაირად აი ეს რო რჩები ასე იზოლაციაში ნუ მე არავისთვის საინტერესო აღარ ხარ და პირიქით ხდება მე ანუ შენ ანგრევ შენს სოციუმს შენს რეალობას მე რეიწყება მართლა ის ტყვეთას ყიდვა და ესე იგი მე რისკვამინეცი იმ დროს როდესაც ერთ-ერთი აღმავლობა იყო რა თვალსაზრისით რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის ვაჭრობი ჩვენ ხო დღეს გადაცემა და რაზე ვსაუბრობთ ისევ სავაჭრო გზებთან მიმართებაში თემურლენგის პერიოდში ხმასა კი არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აი ვაჭრობა ძალიან მიდის დასავლეთში არის და დიდი ინტერესი აღმოსავლეთ დასავლეთში ერთერთები მიდის და სულ უფრო იზრდება თვითფროვნად ვერ ვიტყვით და იმიტომაც არის შემდეგ ვასკო გამარო შემოულის უკვე ეს ვეღარ უძლე აი ამ პროცესებში საქართველოს აღმოჩნდა რაც საქართველოს ტრაგედია რომ აი ამ პროცესებთან თუნდაც გვერდიდან კი არ იყო ჩართული თუნდაც პატარა შენაკადებით რომელიც ნებისმიერ ვარიანტში იქნებოდა აბსოლუტურად გამორიცხული აღმოჩნდა ცეცხლის კერა აი ბერასაც გქონდა აქ აღმოჩნდა ცეცხლის კერა და ბუნებრივად ჩაიკეტა ბუნებრივია და ამოწურა საკუთარი ნუ რაღაც რესურსები ბუნებრივი იქნებოდა ახლა ისეთი საგამძური წაიღო თემურლენგმა ხო თქვენ უფრო მახსოვს ესე ეწერა რომ გაოგნებულები იყვნენო გაოგდებულები იყვნენ თამარის ეპოქის საგანძური ქვეყანაში იქნებოდა ხა დაგროვებული ხო სულიერ აქ ერთი რამაა კიდევ საინტერესო ხა მე პრინციპში შეიძლება რთული არ დაგეთანხმოთ რომ როცა ხედავ რომ ასეთი მოწინააღმდეგე ყავს შენ შეგვიძლია უფრო დიპლომატიურად შეხედო და ნაკლებად გამოიწვიო ეს ადამიანი კი ბატონო მაგრამ აქ კიდევ მეორე მომენტი არის აი ამ მე-15 საუკუნის დასაწყისში რა მინდა ეკითხა უბრალოდ იმიტომ კი არა გიორგიზო გიორგის ამ დროისათვის თანდათან როგორ სოფლიოში აი ცდილობ ამით დადახურა ინგლისში თქვათ უკვე თანდათან არისტოკრატია გადადის სავაჭრო ინტერესების ერწყმის სავაჭრო ინტერესებს ახალშორის აი ლორდები და ისინი ხდებიან თავარი ოლიგარქები თუ კიდე ასე ვთქვა და სავაჭრო და ის რაც მანამდე სიცხვილია და კატეგორიულად არისტოკრატიას არ ეკადრება აი ავთანილია თქვენ ვაჭარი ჯაბანი ხარ როგორ შეიძლება ხა ვაჭარი ვებსტყოსანში მეორე ხარისხოვანი ხარ ფული და გაიარე რა არც კი შეიძლება და აი ამ დროს სოფლიო უკვე მაგ დროს გადადის აი ემზადება მთლიანად ბურჟუაზიულ თუ რაც კიდე დავარქვათ კაპიტალი იწყებს მართვას და გიორგი ამ ყველაფერს იმ ეპოქისებიდან თითქოს ამოვარდა და წმინდა ფეოდალური კუთხით მიუდგა როგორც აი ფეოდალური და არისტოკრატიული სიტუაცია რას ქვია მე აი ეს ალბათ აი სავაჭრო გზებია სუჩაგი კეტავ მაგზა დახლობთ ეგეთი იყო სუჩაგი აი შენი ინტერესები აი ვენეციასთან კავშირი გაქვს მე სპეციალურად რა ის ვენეციასთან ხელშეკრულებები დადო ტვირთი დადის ფული შედის აბა მე ეგეთი თემაში იყო პროცესებიდან ამოვარდნილი თემა და ნუ როიწყვიან კი იგმირა რამდენი ხანი 15 წელი ვეუბნებთ ხო კი და პრინციპში მე უკვე თემურლენგი მიდის ჩინეთისკენ და უკვე აი ამ საბოლოო ჯამში რა უნდა რომ ის ჩინეთი უშუალოდ დააკავშიროს უკვე აი ამ ახლო აღმოსავლეთს და შავ ზღვასთან რასაც მონღოლები აკეთებდნენ იმის გაკეთება თემურლენგი აკეთებს ამ პროექტს გააკონტროლოს დიდი სავაჭრო ევროპაც ამ პროექტსა ესე იგი ერთი სარტყელი ერთი გზა ხო შენ ამ ყურადღების მიპყრობა არა ნახე შენ რო ყურადღების მიპყრობა ანუ საქართველოს მიმართ ინტერესი არის ერთი მხრიდანაც 0 და მეორე მხრიდანაც 0 იმიტომ რომ სილოჯი ორი მხარეს უნდა ერთმანეთთან მე შემთხვევით კი არ ვაქვს იხდები რაღაცა მინდა რომ ანალოგია გავაკეთო ინტერესი არის დღესაც ორ სივრცეს შორის ეხლა ლაპარაკი როგორც მაშინ ვინმე საყვარები და არ ეყვარები ეგეთია და შენ უნდა ხარ რომ რა ვიცი ესე გონი ან გმირულად ცხოვრო გმირულად უნდა იომო ან იქნება მოძებნო ის გზა რომ არა შენ რო გმირულად იობ და აქ ცეცხლი დაინთება იმ გზა მაინც გაიარა ოღონდ გაიარა სხვაგან კი ბატონო მაგაშია საქმე ხო და მოდი ერთი რისკი ვახსენოთ ამ ყველაფერში ანუ ერთი არის ეს სავაჭრო გზები რომელიც თქვათ ტვირთების და პროდუქციის გადატანას უკავშირდება და მეორე ენერგორესურსების საკითხი
ჩვენზე ენერგორესურსების გატარების პირველადი мотиваცია, ჯერ კიდე მე-19 საუკუნეში, მე ვთქვათ, თუნდაც მე-20 საუკუნეში და მე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ვიდრე დღემდე იყო ის, რომ ევროპა ეს იყო გარკვეული თვალსაზრისით წარმოებელი სივრცე, პროდუქციის ინდუსტრიული სივრცე იქ იყო მოკლედ, რომ პროდუქტი იქ იწარმოებოდა თავის დროზე. ახლა ეს მოცემულობა იცვლება, თამნიშნულოვნად იცვლება, ევროპა ხდება ეგრეთ წოდებული სოციალური ენერგორესურსის მომხმარებელი, სამომხმარებლო ენერგიის წყაროები სჭირდება და ინდუსტრიული პროცესები სხვაგან არის გადასული. და არა უბრალოდ გადასული, არამედ იქ ძლიერდება ეს პროცესი, ხო? ძირითადი მომხმარებლები გაზის, ნავთობის, ჩინეთი, ინდოეთი და კიდე დანარჩენი ეს აზიური ქვეყნები ხდებიან. ეს ხო არ გვიქმნის რამე გარკვეულ, ასე ვთქვათ, პერსპექტივაში გარკვეულ პრობლემას იმისა, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ საინტერესო როგორც ენერგორესურსების გამტარებლები. იმიტომ რომ ბოლო პროექტიც კი, რომელზეც ახლა მეტი საუბარი, შავი ზღვის კაბელი, ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის პირობით. ამას მაინც უკავშირდება იმას, რომ ეს არის სამომხმარებლო, ასე ვთქვათ, სოციალური დენი, პრინციპში რო ვთქვათ. ხო, შესაძლოა ეს მომავალში მართლა იყოს პრობლემა, ნაკლებად გაიაროს ჩვენზე ეს რესურსები, მით უმეტეს რომ აზერბაიჯანსაც მაინც ეს რესურსები ხო, უდამარ ექნება და მაინც არა მხოლოდ უდამარ ექნება, არამედ რომ შეზღუდულია. მოპოვების პროცესი შეზღუდულია და გატარების პროცესი შეზღუდულია. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი. ევროპელები სულ უფრო მეტად არიან დაინტერესებულები კასპიის ზღვის რეგიონში, ცენტრალურ აზიაში, აი მწვანე ენერგიის, ასე ვთქვათ, აი ამ რესურსებით. და როგორ არის შესაძლებელი, რომ აი ეს ყველაფერი გაიტანონ თავისკენ და ამისთვის რაღაც მრავალი ხელშეკრულება წიდება, ევროპელები ცენტრალურ აზიას ქვეყნებთან პრინციპში მოლაპარაკებენ საწარმოებენ და 3 წელს ზუსტად ეს ილაპარაკეს 3 წლის პირველ ნახევარში. აი ეს ამაში ვხედავ ერთ-ერთ პერსპექტივას, რომ შეიძლება მომავალში გაზი და ნავთობი ჩვენზე ისე აღარ გავიდეს, მაგრამ გაივლის აი ეს მწვანე ენერგია, კი ელექტროენერგია და სხვა ესეთი არა გაზი და არა ნავთობზე დაფუძნებული, ასე ვთქვათ, ენერგიები გავიდეს შუა დერეფანზე. და ამაში მართლაც ძალიან დიდი რესურსი არის უკვე ჩადებული, როგორც ევროპელების მხრიდან, ასევე ჩინელებიც დებენ ამას. ამაში დიდი ინვესტიციას უკვე ცენტრალურ აზიაში ხედავენ რა, რომ იქ უკვე მათი კაპიტალით შეიძლება შეიქმნას პროდუქტი, რომელიც მერე უკვე გავა სხვაგან და სხვაგან ეს არის ზუსტად ევროკავშირი. და ისევ ფიქრობ, რომ ამ კუთხით ან რუსეთი, ან ჩვენ უნდა ვიყოთ, ან ორივე ერთად უნდა ვიყოთ, ესე ვთქვათ, გამტარი. ამ კუთხითაც მაინც ვერ ხედავ იმას, რომ საქართველოს თუნდაც გაზი და ნავთობი აღარ გავიდეს აქ. სრულად რაღაცა დაკარგოს ან დაკნინდეს მისი პოზიცია და მაინც გეოგრაფია თავის ეშვება და თვალსაჩინო მომავალში გაზი და ნავთობი რო არ კარგავს თავის ფუნქციას ეს ფაქტია უკვე ცალსახადში. ესე იგი ჩვენ დადათა ფინანსში რო წავიდეთ და ეხლა რომ აი ისტორია რატო ვთქვით რომ და გეოგრაფია ეს ერთმანეთს არ დამოკიდებული ხო? გეოგრაფია განაპირობებს იმ პროცესებს. რაც კი გავხედავთ კავკასიის ისტორიას, ეს მიმზიდველი იყო ყოველთვის ბევრი თვალსაზრისით. სხვათა შორის აგერად და ხუმრობა ხოლმე ჩვენც ვიხმაროთ და თუთიყუშების თემა აქტიური გახდა და ფრინველებისთვისაც კი კავკასია არის ერთ-ერთი მთავარი გზა ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადასასვლელად. ნუ ესე მოიტანა, ეს ახლა ეს არ არის რომ დავდგეთ და ქართველებმა ამით ვიამაყოთ. ან აზერბაიჯანელებმა, ან სომხებმა. ნუ ესე მოგვიწია. ორ ზღვას შორის გასასვლელია. ხო, ამ ადგილას ესე იგი ცხოვრობდა. ეს ყოველთვის იყო ძალიან საინტერესო ადგილი. ის ამბავი რომ უნდა უბრალოდ ყოველთვის კი არ იყო ძირითადად იყო ხოლმე საინტერესო ადგილი, ეს არ მნიშვნელოვანია. ყოველთვის არ იყო ძირითადად იყო. და პერიოდულად ტრიალდებოდა. აი სულ უხსოვდე გადავდივართ იქ ხან არის ჩრდილოეთი სამხრეთი, ხან არის აღმოსავლეთი. სხვადასხვა ჩვენ დღეს ვერ ვქედა ის ქალაქები რო არა თემურლებმა რო დაანგრია, ეს ქალაქები რო არის ნაშენები, თითოეული ქალაქი ადასტურებს იმას, რომ ეს გზები იყო, ხო, სხვანაირად და დიდი გზები. აი რაც უფრო მეტად მივდივართ და უხეშავთ რო თქვა და სკელკერლებს უყურებ და დიდი ფულია დახარჯული ამის შენებლობაში, ზოგან გაგიგურდება კიდეც, რომ აი დღევანდელ საქართველოს კი არ დღევანდელ ტექნოლოგიას გაუჭირდება. უცებ ქალაქი ეს მაგას რას ნიშნავს, რომ იქ სავაჭრო გზები გადიოდა, აბა ეხლა მე
აბა მიდი და ესე ვთქვათ, აბა ერთ პატარა ვისაცოდ დავაუშენებია, სარაი ააშენე ერთი და რა და როგორ იქნება და არა მარტო ეხლაც უჯარმის ციხე და მთელი კომპლექსები როა ერთმანეთთან გადაბმული. იგივე აუკლარჯეთში მონასტრების შენებლობა, თითო მონასტერი, თითო ქალაქია ის, უდაბნოთა ქალაქ ყოფილია, ხო? საბამისად სავაჭრო გზებიც. უდაბნოებრივი გარშემო სავაჭრო გზები იყო, აბა ისე ფულს როდებდა ის გროხანსის ფულს აძლევდა ის აშოტი და შენებდა მონასტრებს ის მას აწყობდა ის ბუნებრივია, ხო? თან ეს მონასტრები ერთმანეთისგან და მეორე მომენტში ჩვენ უყურებთ რომ უცებ არ არის სავაჭრო გზები გვერდზე გადის გვერდზე გადავიდა და დასავლეთ საქართველოში მაგალითად აღმოსავლეთში ორი ქალაქია თუ იმას ქალაქ თბილისი და გორი რაღაცა პატარა თელავი და დასავლეთ საქართველოში ფაქტურად ქალაქი აღარ იყო ქუთაისში ერთ განიზონში იყო იმიტომ რომ საჭიროებაც არ იყო აბა ქალაქში თუ ვაჭრობა არ არის და თუ ეხო ამასთან არის დაკავშირებული ანუ აი ეს იყო ისტორია დღეს აი ხდება აი ეს პროცესი აი ამ პროცესებთან არის დაბრუნება და რა შეუძლია მას ხელი შეუშალოს ასე ვთქვით ამას შეუძლია თემურლენგის პრინციპს ანუ ჩვენი ამბავი არის აი ამ ესე იგი ძალიან ეპიცენტრთან ახლოს ყოფნა ეპიცენტრში ნუ დღევანდელი შეხვედრაში არც ეპიცენტრში არ უნდა მოხვდე მაგრამ ეპიცენტრიდან არ უნდა დაშორდე და ცეცხლი არ უნდა დაანთო. ანუ ცეცხლი არ უნდა დაანთო, მაგის ყველაზე კარგი მტკიცებულება ჩვენს რეგიონში არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც როგორც კი ეგ საკითხი და ანუ კონფლიქტი ესე ვთქვათ გადაიჭრა, იქვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ალტერნატიული გზები, ალტერნატიული ვაჭრობა, ალტერნატიული კომუნიკაცია და ასე შემდეგ. და სხვათა შორის მე ემილიცას გავაგზელებ და არსებობის უფლებით ვიტყვი რომ ეს გზა ხელს კი არა პირიქით შეუწყობს საქართველოს იმიტომ რომ ის რომ საქართველოს გზასთან ასე გვერდზე სულ რამოდენიმე კილომეტრი ქვია ამას ხანძარი იყო დანთებული ეს სასაკურველია პლუსი არ მუშაობს კავკასია რომ იქნებოდა სტაბილური აი ეს არის უფრო მინიმალური სანამ იყო ხანძარი რაც წეგან ემილმა თქვა ის არ არსებობდა ანუ არ არსებობდა რა არ არსებობდა ჩინეთის ინტერესი ინდოეთის ინტერესი არაბული ინტერესი ეს ინტერესები არ არსებობდა მარტო ესე თურქეთი, რუსეთი, აქ როგორ დააბალანსებდნენ ერთმანეთს ამ დაპირისპირებულ მხარეებს შორთან ურთიერთობით, ხო? როგორც კი ეს კონფლიქტი გადაიჭრა, უცებ გამოჩნდა, რომ ყველას რაღაცა შეიძლება აინტერესებდეს, ხო? მერე მოვიდა ტრამპი და შეარიგა ალბანეთი და ალბანეთი, ანუ ისტორიული ერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეარიგა ახლანდელ ერთთან, ესე ალბანეთი და აზერბაიჯანი. ალბანელებმა თუ წარმოიდგინეს, რომ ჩვენ შეგვარიგაო, ხო? ალბანეთს ხო, იმას ეგონა რომ ეგრეა, იმათმა ისტორია არ იცია და იმიწა. ემილ, ჩვენ ვამთავრებთ ხოლმე ჩვენს გადაცემას ესეთი ოპტიმისტური სიტყვით, ესე ვთქვათ, ჩვენი სტუმრების და თქვენი ოპტიმისტური სიტყვით. ხო, ალბათ ის იქნება, რითაც დავიწყე, რომ მაინც მე პროპოზიტიურად უყურებ იმას, რა როლს იკავებს საქართველოს დღეს რეგიონში და აი დიდ მსხვილ რეგიონებს შორის კავშირში. და მე მგონი გეოგრაფიულად საქართველოს მაინც ისეთ პოზიციაშია, მაინც ცენტრია კავკასიის, მით უმეტეს სამხრეთ კავკასიის. და მგონია რომ ამ საქართველოს ტერიტორიის გავლის გარეშე სრულად ახლა ესე დაკავშირება ცენტრალური აზიის და ევროპის და ამ შემდეგ მაინც გაჭირდება. და საქართველოს ყოველ შემთხვევაში ეს გზა ფუნქციონირებს სხვა გზებთან პარალელურად. და არა ესე თავის ფუნქცია ექნება. გზის მიტოვება არ ხდება ასე უბრალოდ გადაწყვეტილების შედეგად. უნდა მოვიდეს თემურლენგი. აი ეს ამბავი. აი ესე რომ. კი ბატონო. კარგი. არის არ დაველოდა. თემურლენგს არჩინაურ და არც გარეულ თემურლენგი არ გჭირდება ჩვენ. კი ბატონო. მადლობა სტუმრობისთვის ემილ გაიხარეთ ამ განხილვისთვის და შევხვდებით კიდე იმიტომ რომ ეს ის თემა რომელიც არ იწურება და სულ უფრო მეტ აქტუალურობას შეიძენს მე ვფიქრობ და ასეც მეთანხმება ამაში დარწმუნებული ვარ მადლობა კიდე ერთხელ წარმატებები გამიმშვიდობთ ჩვენს მაყურებელს კარგად ბრძანდებოდეთ შევხვდებით ერთმანეთის მომავალ პოდკასტში